მიესალმეთ დედაქალაქის საბიუჯეტო პერიპეტიების მთავარი მონაწილეები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე. დარბაზში კი იმყოფებიან საკრებულოს დეპუტატები ჯაბა სამუშია, დათო ჯინჭარაძე, მამუკა ახვლედიანი, მამუკა კაციტაძე და ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ნიკა მელია. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს მომბრძანებისთვის, დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას. მე პირველ რიგში იმეც გამოვთქვა, რომ დღეს ამ გადაცემაში არავინ არავის არ დახურეთ და ყველა ჯანმრთელი წავა სახლში ზედმეტი ნახვეტების გარეშე. ბატონო ირაკლი, უმრავლესობის მხრიდან ისმის შენიშვნები, როგორც ტექნიკური ხასიათის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მე გულისხმობ თუნდაც დამატებით დეტალიზაციას, იქ პრიორიტეტების უფრო ზუსტ განსაზღვრას და ასე შემდეგ, აგრეთვე უფრო რადიკალური მოთხოვნები. პირადად თქვენგან ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ, რომ თქვენ ამბობთ, ეს მთავრობა, თბილისის მთავრობას გულისხმობ, უნდა შეიცვალოს, ისე აზრი არ ექნება მოლაპარაკებას. ხომ არ გამოდის ისე, რომ თქვენ ამ განცხადებით ჩიხში შეკავთ მოლაპარაკება, იმიტომ რომ თუ ამ ადამიანებთან არ აქვს აზრი შენიშვნების განხილვას, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუდიაში მყოფ პიროვნებებს, მივესალმებით ჩვენს თანამაყურებლებს. მე მინდა გითხრათ, როდესაც ვიძახი წინადადებას, რომ მიმაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მთავრობა უნდა გადადგეს, ეს გამოსავალია. მე ჩიხში არ შემყავს ამით. ეს სწორედაც რომ გამოსავალია. და იმიტომ არის გამოსავალი, რომ საზოგადოებას, რომელსაც სერიოზული პრეტენზიები აქვს მართველი მესვეურების მიმართ მერიაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ მისი მაკონტროლებელი და ზედამხედველი ორგანოს მიმართ კი არ არსებობს ადეკვატური დამოკიდებულება მერიდან. არამედ არსებობს დამოკიდებულება როგორც ოპონენტის მიმართ და ეს მცდარი დამოკიდებულება ახალგაზრდით მინდა ვთქვა, ვინაიდან საკრებულო ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს ხარჯვით ნაწილზე, ჩვენ გვაქვს ეჭვი, ვინაიდან წლების განმავლობაში ვერ შეიქმნა ისეთი სწორი ძალთა ბალანსი მერიასა და საკრებულოს შორის, რაც მოგცემდა საფუძვლს და საშუალებას, რომ ხელისუფლება არ ყოფილიყო ერთი პირის ხელში თავმოყრილი, კონკრეტულად ქალაქ თბილისის მერის ხელში. იმის შემდეგ, როდესაც ქალაქ თბილისის მერი არის ბრალდებული კონკრეტულად 50 მილიონის არამიზნობრივ ხარჯვაში, კაფლანგვაში და მის მიერ არის დანიშნული ის მთავრობა, რომელიც დღესდღეობით მართავს ქალაქს, ხარჯვით ნაწილში როგორ იქნება განკარგული ის თანხები და რამდენად იქნება სამართლიანად განაწილებული და იქნება თუ არა ერთი პოლიტიკური გუნდის, ამ შემთხვევაში გულისხმობ ნაცმოძრაობისთვის ხელმისაწვდომი კვლავ ბიუჯეტის ხარჯზე დაიფინანსოს თავისი საარჩევნო კამპანია, მიმაჩნია, რომ იწვევს გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს. აქვე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ როდესაც მერის მხრიდან როდესაც ბიუჯეტი შემოტანილია 20 იანვარს 785 მილიონიანი, იმიტომ რომ მანამდე ბიუჯეტი იყო შემოტანილი სხვა ციფრით, ჯერ 720-იანი, ჩვენი შემოწმებით მე 730-იანი და სხდომაზე დაემატა 55 მილიონი რეალურად, რომელიც ერთ ფურცელზე იყო გაწერილი და არანაირი წარმოდგენა არ შეიძლება სრულყოფილი შეგექმნეს ერთ ფურცელზე დაწერილი ბიუჯეტით, 55 მილიონი მოგეხსენებათ, არ არის პატარა თანხა. ჩვენ 20 იანვარს მივიღეთ ის ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის შემოტანილი და სულ არის გასული 7 დღე. ამ 7 დღის განმავლობაში მოგეხსენებათ, ვერ მოხერხდებოდა სრულყოფილად მისი შესწავლა ერთი მხარე ამ სიტუაციის ამაში მდგომარეობს და მეორე მხარე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მოხდა პროტესტის გამოხატვა ბიუროზე, მე დავაფიქსირე, რომ ვერ შევიტანით 4 დღის შემოტანილი ბიუჯეტს, იმიტომ რომ რეგლამენტით წესები იღვეოდა, 10 დღით ადრე უნდა ყოფილიყო ამის შესახებ. შემოცნობა ინფორმაცია შემოტანილი საკრებულოში, 4 დღეში ჩვენ ბიუჯეტს საკრებულოს დღის წესში ვერ ჩავსვავდით. მაგრამ ბიუროს სხდომაზე მე დავაფიქსირე ერთი პოზიცია. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, სხდომის მერე ჩვენ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ თუ რა პრობლემა შეიძლება ექნებოდეს 60 მილიონის ხარჯვით ნაწილში თბილისელებს, რა მიმართულებით და რა გამოსავალი შეიძლება მოიცებნოს ამ სიტუაციიდან გამოსავლად. მე ამ მოლაპარაკების ჩიხში შეყვანაზე ვსაუბრობდი. სწორედ თვითონ ვთქვით, რომ საბოლოოდ გამოსავალი არის არა, ესეც გამოსავალია. მაგრამ აქვე ვიძახი იმას, რომ 5 საათზე როცა სხდომა იყო ჩანიშნული, ბოიკოტი გამოაცხადა ნაცმოძრაობა, იმიტომ რომ
ბიუჯეტი არ იხილებაო. ორსა სხდომის დროს მე შემომივიდა წერილი, მათგან რომ ერთი კვირის ვადაში დაუყოვნებლი მოიწვიეს სხდომა. კანონით საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს უფლება ერთი კვირის ვადაში თვითონ მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, როდის ჩაატაროს სხდომა. მე სხდომა დავნიშნე 2 საათში, მიმაჩნდა რომ საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართით სერიოზულია, შესაბამისად რომ არ ეთქვა ოპონენტ მხარეს რომ თითქოს და მე შეგნებულად წელავ ამ პროცესს, მიმაჩნდა რომ თუ ისინი 3 საათზე იყვნენ საქმის კურსში და მომზადებულნი რომ დაესაბუთებინათ თავისი პოზიცია და დაესაბუთებინათ თავის პოზიციის სიმართლე, ასევე იყვნენ 5 საათზე ესეთი კატეგორიული რომ სხდომა დატოვეს. 2 საათში რატომ არ იყვნენ ამაზე კატეგორიული? მე აქვე მინდა ხაზგასმით უთხრა მოსახლეობას რომ იმის გამო თუ იმიტომ ჩათვალეს არ მოვიდნენ სხდომაზე რომ კვორუმი არ ექნებოდათ, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდით რომ მე თვითონ დავადე რეზოლუცია საპატიო მიზეზით 4 თუ 5 დეპუტატი არ ესწრებოდა, ვერ დაესწრებოდა სხდომას 2 საათში მოწვევს და კვორუმი შეგნებულად ვიცოდი რომ ვერ შედგებოდა და შეგნებულად დაუნიშნა ესე სწრაფად სხდომა. 15 დეპუტატი იჯდა სხდომაზე და 15-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, იმიტომ რომ კვორუმი შემდგარიყო, იმიტომ რომ ოპონენტ მხარეს ქონოდა ტრიბუნა, ქონოდა ადგილი, ქონოდა საშუალება, რომ თბილისელებისთვის თავისი სიმართლე დაესაბუთებინა და დაემტკიცებინა. მე ამისთვის ყველა გარემო შევქმნი და თუ ისინი მე დამისაბუთებდნენ იმ სხდომაზე, რომ 60 მილიონის ხარჯვის დროს ქალაქს უშდება ძალიან მწვავე პრობლემები პრიორიტეტების მიმართულებით და თუ ეს შეგნებულად არ იქნება ხელშეშლილი, ისე პრობლემა მაინც ჩდება და საფუძველი იმისი რომ ხელოვნურად ხდება რაღაცების ის ესკალირება დემაგოგიაში გადასული ტექსტებით. ამის საფუძველი ბუნებრივია გამაშთა. ეხლა ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი ალბათ არავინ არ ურჩია და არ უთხრა იმის შესახებ რომ იანვარში ასფალტს არ აგებენ, ასფალტის აბარი არ იგება, თორე ამ განცხადებას არ გააკეთებდა. თუმცა თუ ნახავდა თავის ბიუჯეტს, ნახავდა რომ ასფალტის საფარის დასაგებით თანხა საკმარისი. მეტია ვიდრე მან დახარჯა წინა წელს. უმცირესობის წევრები არიან ჩვენთან სტუმრად და მე რა თქმა უნდა მათთან დავინტერესდები რატომ არ დაესწრენ ისინი ამ საგანგებო სხდომას. მე ერთი რამე მინდა დავაზუსტოთ, ბატონო ირაკლი, თქვენ ამბობთ რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის თბილისის მთავრობის დადგომა, მაგრამ ისე გამოვიდა თქვენი საუბრიდან რომ არსებობს მეორე გამოსავალიც, მოლაპარაკება ამ ბიუჯეტის დეტალებზე, მოლაპარაკება უმცირესობასთან და ანუ შესაძლებელი არის ამ ბიუჯეტის მიღება ამ მთავრობის პირობებში. და გონერული მოსაზრებების დასაბუთებული წარმოჩინება. როდესაც მიზანმიმართულად ხდება საბოტაჟის ნიშნები, ხა ქალბატონის ერდი აქ არის და ყველას მოგეცემა საშუალება დაუსვათ შეკითხვა ბატონ გამორთვანძა. ამ ანძის გამორთვით რა სიკეთე დაადგა ამ ბიუჯეტის მიღებას ან არ მიღებას, ან რა სიამოვნება მიიღეს. ამაზე ვისაუბრეთ, მიხარით ბატონო ირაკლი, ანუ აქვს თუ არა ალტერნატივა მთავრობის გადადგომას ბიუჯეტის მისაღებად საბოლოოდ? ჯერჯერობით ამ ალტერნატივის საფუძველს ვერ ხედავ, ვინაიდან მათი დამოკიდებულება იმ კლიპების გადაღებით, რომელიც 20 დღე ხაზგასმით მინდა ვთქვა, 20 დღის განმავლობაში ბიუჯეტი არ შემოტანილა, 10,000-ობით ლარი დაიხარჯა სპეციალურად ისეთი კლიპის გადაღებაში, რომელიც დისკრედიტაციას ეწევა საკრებულოსი, აშაშტაჟებს, ატერორებს, ზეწოლას ახდენს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება ნაჩქარევად და არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჭირდება თბილისელებს. სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ის, როცა მისი ქვემდებარე ორგანო თავის ზედამხედველ ორგანოს, არჩეულ ორგანოს თბილისელებისგან შეგნებულად უწევს დისკრედიტაციას. ეს კლიპი, ეხლა თქვენ თვითონ კარგად იცით, თქვენი ბადე ღირებულება საეთერო დროის და არა ერთხელ ტრიალებდა ეს კლიპი თქვენს ეთერში და კიდევ შეიძლება სხვა ტელევიზიის ეთერებშიც. რა ჯდება კლიპის გადაღება, რა ჯდება ამ ეთერში, ჩვენ ეს ინფორმაციაც გვაქვს და გამოცხადეთ ათეულ ათასობით ლარს როცა ხარჯავთ, როცა ასეთი კატასტროფული მდგომარეობის დახატვა უნდა თბილისში და პრობლემა გვაქვს ბიუჯეტით თქოს და შექმნილი, ამ დროს იღებს კლიპს, ამ დროს ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ბიუჯეტს არ ვიღებ და როგორ უნდა მივიღო ბიუჯეტი, როცა არ არის შემოტანილი და 20-ში შემოდის ეს ბიუჯეტი, 12 საათზე ბიუჯეტი შემოდის, 5 საათზე ანძასა. ამაზე ვისაუბრებთ. დაგიბრუნდებით ბატონო ირაკლი, აუცილებლად ქალბატონ სევდიას მინდა ამჯერად ვკითხო, გავაგრძელოთ ეს თემა, თქვენ თუ განიხილავთ ასეთ შესაძლებლობას, რომ თბილისის მთავრობა გადადგეს? ჯერეთი მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნიკაციის შესაძლებლობა მომეცით ბატონ ირაკლისთან, ვინაიდან ცნობილია საქვეყნოდ, რომ ჩვენ კომუნიკაცია დამოუკიდებლად გვიჭირს ძალიან
და თუ გვაქვს ეს კომუნიკაცია არ არის ფაქტის სახით შედების მიხედვით. ასე რომ ეს კარგი შესაძლებლობა არის ძალიან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა თქვენ დასვით მართებული და სწორი შეკითხვა, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც განიხილავს მთავრობის გადადგომას, როგორც გამოსავალს ციხიდან საკრებულოს თავმჯდომარე, ცხადია, რომ ეს უბრალოდ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ უფიქრდება იმ შედეგებს, ესეც მე უკვე ვთქვი კიდევაც ინტერვიუებში, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. მე ვთქვი და ვიმეორებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვს კანონით თბილისის საკრებულოს, იგი ამას გააკეთებდა აქამდე, რა თქმა უნდა, მე დახრეტაში სწორედ გულისხმობდი ასეთ მოქმედებებს და აი ეს შეიძლება გაეკეთებინათ. მაგრამ კანონით ამის არ არის ასეთი შესაძლებლობა, ჩვენ ვართ იძულებული, რომ ვითანამშრომლობთ ერთმანეთთან, ჩვენ ვართ აღმასრულებელი ორგანო. ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო, თბილისის საკრებულო. და როდესაც ჩვენ ასეთ კამათში შევდივართ და ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებთ, გვავიწყდება თბილისელები. თბილისის ასეულ ათასობით მოქალაქე და როდესაც ტელევიზიით მომიწოდებდა მე ბატონი ირაკლი, რომ მიუბრძანებულიყავი საკრებულოში და მომეხსენებინა რით ეშლება ხელი და რა ფუჭდება, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული, ჩვენ ეს ფოთაშურის სამწუხაროდ მისი თანდასწრების გარეშე, მაგრამ ფრაქციების მიწვევით გავაკეთეთ უკვე და ეხლა მინდა სწორედ მომახსენო მოსახლეობას და აღნიშნო თუ რამდენიმე მაგათ ყველაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ხომ არ არის ესეთი ორგანიზაციის პრობლემები ხდება. ეს არის talk-show, სადაც მე მინდა მაყურებელს უსწრებ 600,000 თბილისელი, რომელიც სარგებლობს შეღავათიანი ტრანსპორტით, მუნიციპალური ტრანსპორტით, თებერვლის ბოლოდან ამით ვეღარ ისარგებლებს, იმიტომ რომ ის თანხები და შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ახლა ვძებნით იანვარში და თებერვალში და განგარშტებთ მომავალზე, რომ მომავალში ვეღარ შევძლებთ, ვერ ისარგებლებს აი ამ შეღავათით და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ აი ამ ავტობუსით და მეტროთ ეს შეღავათიანი გზავრობა ამ ადამიანებისთვის რას ნიშნავს? თუ გაიჩნდა ეს პროცესი, როდიდან შეიძლება ვეღარ ისარგებლოს? თებერვლის ბოლოდან უკვე შეიძლება თებერვლის ბოლომდე ვერ მივახციოთ, ჩვენ ეს დავთვალეთ. პრობლემა შეექმნება საბავშვო ბაღებს, ვინაიდან არამც თუ რეფორმა და არამც თუ ახალი საბავშვო ბაღების აშენება იქნება შესაძლებელი, ჩვენ 4-ის პროექტი უკვე გვაქვს და 2 სექტემბრისთვის უნდა ჩაგვეբარებინა ბიუჯეტის ქონის შემთხვევაში. არამედ მარტიდან დადგება ბავშვთა კვების და პედაგოგთა ხელფასების საკითხი. ძალიან მწვავედ. ეს არის 200 ბაღი, ეს არის 58,000 ბავშვი და ეს არის 100,000-ზე მეტი მშობელი, იმიტომ რომ ბებია-ბაბუები მოგეხსენებათ არანაკლებ არიან ჩართული ყველაფერ ამაში ვიდრე მშობლები. რაც შეეხება დანარჩენ ყველაფერს არ ჩამოვთვლი, რომ ჩვენ უკვე შევწყვიტეთ ავტობუსების ტენდერი, იძულებული ვიყავით 1/12 ჩვენ ტენდერს ვერ გამოვაცხადებდით. ამით შესაძლებლობა მოესპოთ უნარშეზღუდულ პირებს, რომ ისარგებლონ ტრანსპორტით და ბოლოს გამოვიდნენ ამ ქალაქში გარეთ და იცხოვრონ ადამიანური ცხოვრებით და ასევე კომფორტული ავტობუსების საშუალება აღარ ექნებათ თბილისის მოქალაქეებს. ხოლო 1/12 არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას გარკვეულ ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებში გავაკეთოთ იმდენი, რამდენსაც გავაკეთებდით, რომ ყოფილიყო ბიუჯეტი. ესე იგი, რასაც გავაკეთებთ, ორჯერ მეც გავაკეთებდით. და ასე შემდეგ ახლა აქ რომ თავიას შევაწყოთ. თქვენ თქვით, რომ პრობლემაა, მაგრამ ყველას ვერ ჩამოთვლით. თქვენ რა ნაბიჯები გადადგით იმისათვის, რომ მომხდარი იყო ყველანაირად თქვენი მხრიდან ხელშეწყობა მომხდარი იყო ამ პროცესის დაჩქარების, ბიუჯეტი ყოფილიყო მიღებული. გარდა იმისა, რომ ანძა გაითიშა. ეს ნაბიჯი თქვენ სასწრაფოდ მათ სწორად შეაფასეთ და საზოგადოებამაც ასე შეაფასა და თვითონ ფაქტმაც უჩვენა, რომ გააქტიურა საბიუჯეტო პროცესი. ეს იყო ერთ-ერთი შენიშვნა, ეს იყო ყველაზე ესეთი უწყინარი თემა. ნახევარიანძა ისედაც ჩამქრალია რეაბილიტაციას საჭიროებს და რეაბილიტაცია რომ სჭირდება, აი ამით გამოვხატეთ, რომ ეს 500,000 ჩავდოთ თუ არ ჩავდოთ. რა თქმა უნდა, თუმცა ვერ ვთქვი მაპატიეთ, რომ მაგალითად ნიკამელიასთვის ეს ასეთი უწყინარი იყო, იმიტომ რომ მის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც საკითხებზე დადის ამის გამო. არა მარტო ამას რომ პერსეფცია რა თქმა უნდა ბომბეიდან ლონდონამდე გვირავი და მე მახსოვს ესეთ პროცესები იყო ტარდებოდა საქართველოში რომ ზოგადად განსახურდიან ფარშევანგები მოიპარა რა თქმა უნდა ასეთ პროცესები შეიძლება ჩატარდეს და ეს დარჩება ან კომიკურ ან ტრაგიკომიკურ ფურცლად საქართველოს ისტორიაში მაგრამ ამის მიზანი სწორედ ეს იყო რომ გვინდა ბოლოს 500,000 ამანძისთვის თუ არ გვინდა მაგრამ რა გავაკეთეთ საქმიდან გამომდინარე. გავაგზავნეთ რა ხელახლა ბიუჯეტი. ახლა ჩვენ ველოდებოდით რომ კომუნიკაცია შედგებოდა, ვინაიდან იქიდან იყო ესეთი უწყინარი თემები, რომ კი ჩვენ შევხვდებით, ჩვენ დავამტკიცებთ თვის ბოლომდე. ბატონი ირაკლი არ ბრძანდებოდა.
ჩინეთში იყო მივლინება. მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ირაკლი უსაქმურად დაიარებოდა და რომ არ ამართლებდა მისი მივლინება იმ 30,000-ამდე ლარს, რომელიც დაიხარჯა. ამართლებდა ალბათ და ჩვენ ამას მომავალში დავინახავთ. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ინიციატივა ავიღეთ, ჯერ გავაგზავნეთ წერილი იმის დასაბუთებით. მე ჩემ ხელმოწერით, რა თქმა უნდა, მე ის პოზიცია იყო, რომ 1/12 წუთს ჩვენ რას ვერ ვაკეთებთ, ეს იყო არა მარტო ახალი პროექტები, არამედ ძველიც, შემდეგ გადავაგზავნეთ განმეორებით ბიუჯეტი, რომელშიც განმეორებით თქვენ თამაშის ცვლილებები არ იქნა გაკეთებული, განმეორებით ცვლილებები და ეს ცვლილებები იყო მათი მოთხოვნის და შესაბამისად. გამჭვირვალობის კუთხით სხვა ხარჯების გაწერა და ეს სხვა ხარჯები, იცით, აღარ მინდა ლაპარაკი არაპროფესიონალიზმზე, მაგრამ თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა. რა ზომის ბიუჯეტი შემოიტანეთ, რა თანხის თუ შეიძლება უთხარით საზოგადოებას. ბატონო გიორგი, აუცილებლად შემახსენეთ ეს კითხვა და გავცემ ბოლოს პასუხს. სადაც სხვა ხარჯები, რომელიც აბსოლუტურად კლასიფიცირებული, აი ესეთი ხარჯებია, რომელიც მაგალითად რო გითხრათ ამხანაგობების პროგრამა თბილისში. ეს სხვა ხარჯებით გადის. გადის ესე იგი, ნუ იქ იცით რომ ლიფტების სადარბაზოების სახურება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, ეს სხვა ხარჯებით გადის. იცით რატომ? ეს არის ელემენტარული პრინციპი. მეც არ ვიცოდი, ბატონო გიორგი და ვისწავლე, რომ დამჭირდა და მოვუწოდეთ ჩემ კოლეგებს საკრებულოში, მათაც ჩაიხედონ და ისწავლონ რა არის ეს სხვა ხარჯები. ბატონო სევდია, შარშან ასეთივე ფორმით გადიოდა ბიუჯეტი. ყველაფერი ის, როდესაც ჩვენ თვითონ ვერ ვხარჯავთ და სიპებს, აიპებს რაღაცას ვაძლევთ თანხას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ კაპიტალურ ხარჯებში ვერ შევიტანთ და შეგვაქვს სხვა ხარჯებში. გაწერილია ყოველივე, ამას უნდა გადაშლა და წაკითხვა. ასევე იყო მოთხოვნა ამ 55 მილიონის დეტალურად გაწერაზე. ვინაიდან ის ერთი ფურცელი, რომელზეც ახლა საუბრობდა ბატონი საკრებულოს თავმჯდომარე, იყო, რა თქმა უნდა, ერთი ფურცელი, სადაც ეწერა ეს ყველაფერი, მაგრამ პრეზენტაციაში 2 საათნახევარი აკეთებდა ბატონი პაპუნა პეტრეშვილი, განმარტა ყველაფერი დეტალურად. ეს 55 მილიონიც უკვე გაწერილი მეორედ შეტანის დროს და ჩასმული ბიუჯეტში მივართვით დაუვრთეთ თან იანვრის ხარჯები. აქვე მინდა დავზინო, რომ იანვარი ყოველთვის შეადარეთ ყველა წლებს, ყოველთვის არის ნაკლებად ხარჯიანი, მაგრამ იმით არის კარგი დამტკიცებული ბიუჯეტი, რომ ჩვენ ამას მე ანაცხოვრებთ და თებერვალი, მარტი, აპრილიდან რომ იწყება სწორედ ეს ასფალტის დაგება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბატონო სევდია, თქვენ ადასტურებთ, რომ თვისობრივად, შინაარსობრივად ბიუჯეტები ასეთივე იყო წინა წლების განმავლობაში და ისინი უპრობლემოდ მიიღებოდა. ცენტრალური ბიუჯეტში ჩაიხედოთ. აი ცენტრალურ ბიუჯეტში. გასაგებია, დაგიბრუნდებით, ხალბატონო სევდია. ასეთივე იყო ბიუჯეტები და ხალბატონი სევდია, აუცილებლად შეგახსენებთ. იყო თუ არა ბიუჯეტები ზუსტად ასეთივე წინა წლებში. კარგი ფრაზა თქვა და მე მივესალმები ამ ფრაზას, რომ სწავლა სიკვდილამდე ყველამ გარკვეულად უნდა ვისწავლოთ რაღაც და მე ამ ინფორმაციას დაგიტოვებ ხალბატონო სევდია, თქვენს და თქვენს გადახედეთ მე. უბრალოდ 2013 წლის 6 თვის შესრულებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენაში იყო 28 მილიონი. ბატონო ირაკლი, მაგას არა იმიტომ რომ არ არის საინტერესო, სამჯერ ნაკლები თანხა იყო იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში და მაისში 6 თვეში უფრო ნაკლები თანხები იყო დახარჯული, ვიდრე მათ აქვთ ეხლა საშუალება 1 თვეში დახარჯონ. მითხარი. აი ესე ახსნი მარტივად. იგივე შეკითხვას იმეორებს, რაც მე ჯერა ვინმეს შემიძლია აი ეს დაუდო. დიახ, ეს არის დეტალები, რომელსაც არ უნდა. და შესაბამისად ძალიან აი შავით, თეთრზე, კავის გახაზვით, თავისი აღნიშნებით. ბატონო ირაკლი, არის თუ არა ეს ბიუჯეტი თვისობრივად და შინაარსობრივად ისეთივე, როგორცაც იღებდა საკრებულო წინა წლების განმავლობაში? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ბიუჯეტი თვისობრივად განსხვავებულია და ძალიან ემსგავსება 2010 წლის ბიუჯეტს, როდესაც არის წინა საარჩევნო პერიოდზე. 2010 წელს თქვენ ხომ იყავით იმ დროინდელ უმრავლესობაში ან ნაციონალურ მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი, დეპუტატობის კანდიდატი იმ პერიოდში. მაშინ არ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ცენტრალიზებული იყო ძალაუფლება მერის ხელში. იმ პერიოდში ბიუჯეტს არ ვიღებდი მე ყველაფერს. პასუხობ. 2010 წლის ბიუჯეტში მე მონაწილეობას ვერ მივიღებდი, მე კანდიდატი ვიყავ. ეს მარტივი პასუხი. 2011 წელს? 2011 და 2012 წელს, 2013 წლის ნახევრამდე ქალაქ თბილისის ბიუჯეტი მიიღებოდა ისე, როგორ გადაწყვეტილებას იღებდა ერთი პირი ქალაქში. და რეალური ბერკეტის საშუალება იმისათვის, რომ ან შეწინააღმდეგებოდი, ან მოსაზრება გამოგეთქვა და შენი მოსაზრება გაგეთქვა და ხაზგასმით მინდა ერთი რამ თქვა. როდესაც მე ჩემს კოლეგებთანაც და მერის ხელმძღვანელობასთანაც რამოდენიმეჯერ დავაფიქსირე იმ პერიოდში და დამეთანხმება ალბათ ტარიელ ხიზანიაშვილი აქ რო იყოს იტყოდა ამას, რომ ბევრჯერ ვთქვი 40-60-ზე თანაფარდობით პროცენტულით
ბინათ მესაკუთრეთ ამ ხანაგობის პროგრამით ვერადროს ვერ გამაგრდება ვერც ერთი სახლი თბილისში, იმიტომ რომ არც ერთ ამ ხანაგობას არ ხელეწიფება 30, 50, 70,000, 90,000 ლარის აკრება, რომ თანადაფინანსების პროექტი განხორციელდეს. გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ, მაგრამ საჯაროდ არავის არ აღსაუბრებს, რომ თქვენ პრეტენზია გამოგეთქვათ. საჯაროდ მე როცა დავიწყე ამ პრეტენზიების გამოხატვა, მაშინ არსებობდა ოპოზიცია, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ გარასულიყავით, როგორც ეს 2015 წელს გააკეთეთ. მე გადაწყვეტილება როცა მივიღე ამის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის და კარგად იცის ის მოსაზრებებიც რატოც მივიღე. ეხლა კონკრეტულად ამ წუთას მე მევალდებულება ბიუჯეტის მიღება და პასუხისმგებლობით ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ არ მივიყო ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ყოველთვით საჩვენებელი იქნება ვინმეს გონდა სათქმელი, შენ მიიღე ეს ბიუჯეტი და პასუხისმგებლობას ბუნებრივია უნდა გაინაწილო იმ ადამიანებთან ერთად ხარჯვით ნაწილში მე როგორც გაიხარჯება. ეთახმებით რომ რაც შეეხება 785 მილიონიან ბიუჯეტს, რომელიც აღნიშნა და იმიტომ შევეკითხე ქალბატონ სევდიას, რომ რამდენ ლარიან ბიუჯეტზე იყო განხილვები მანამ სანამ სხდომაზე გამოვიდა და ბიუჯეტი. იყო 730 მილიონზე, განხილვა ჩვენ დავიწყეთ 785 მილიონზე და ჩავთვალეთ, რომ სრულყოფილად არ იყო განხილული თემა. როდესაც დამთავრდა ბიუჯეტის სხდომა და ბიუჯეტი არ იქნა მიღებული, მას შემდეგ თავისი ელექტრონული ვერსიით ბიუჯეტის პროექტი წაიღეს. და 20 რიცხვამდე ხაზგასმით ვამბობ. ეს ბიუჯეტი აღარ შემოტანილა იმისათვის, რომ საკრებულოს ემუშავა ბიუჯეტის ვარგისიანობაზე, ან დაეხვეწა, ან შენიშვნები დაემუშავებინა. ვერ მოხერხდებოდა. უბრალოდ მათ იმის მაგილად, რომ ბიუჯეტი შემოეტანათ და 785 მილიონი ჩაშლდათ გაწელათ, როგორც რადგანაც შეძლეს ისეთი მოიტანეს, ასეთი რამის გაკეთების მაგილად მოიტანეს 20 დღის მერე მანამდე კლიპები გადაიღეს, მანამდე ბევრი დამაშანტაჟებელი და დისკრედიტაციის შემცველი მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია გააჟღერეს ჩვენზე. ჩემ სახელზე და ჩემ თავზე ლაპარაკს კიდე აღარ ვლაპარაკობ, რასაც გამოელევათ სალაპარაკო, შეკიაშვილზე იწყებენ მარტო ლაპარაკს. კარაუშავს ილაპარაკონ, თავარი ერთი რამეა. ხაზგასმით მინდა ვთქვა. 20 რიცხვში შემოვიდა ბიუჯეტი და საღამოს 5 საათზე ქალბატონი ამაზე ვისაუბრეთ. ბატონო ირაკლი, მოკლედ რომ მითხრათ, ეთანხმებით თუ არა რომ პრობლემები ექნება გარკვეულ პროგრამებს და შესაბამისად მოსახლეობას არ ემუქრება რომ პრობლემები ხოვდი ერთ რამეს. აი ზუსტად ამისათვის ძალიან კარგი იქნებოდა, როცა ვთხოვე და კატეგორიული ვიყავი, რა თქმა უნდა, იმ მოთხოვნის დროს, რომ მობრძანებულიყო საკრებულოში და იმ სხდომაზე, რომელიც მე ჩავნიშნე, მობრძანებულიყო იქ, კორუმი შედგებოდა, სხდომა ჩატარდებოდა, გადაწყვეტილებაც ლეგიტიმური გახდებოდა. თუ მართალი იყო იმ დროს ის უმცირესობა ირაკლი აბესაძეს კი არ უნდა ეკეთებინა მის მოადგილეს განცხადებები მერიიდან, რომ საკრებულოს უმცირესობა მივა თუ არ მივა სხდომაზეო. რატომ უნდა წვიტავდეს ამას ირაკლი აბესაძე და რატომ უნდა იყოს ის წამყვანი ფიგურა ამ სიტუაციაში მე ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ საკრებულოში არის 22 წევრი უმცირესობის, რომელსაც აქვს თავისი თავი, თავისი ნება და თავისი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე. ირაკლი აბესაძის განცხადების შემდეგ გავიგეთ, რომ აღარავინ არ მოდიოდა. მათ ჰქონდათ საშუალება და ტრიბუნა. ემხილებინათ ჩვენი შეცდომები. ვინ უშლიდა ამაში? ის საშუალება ქალბატონ სევდიას რომ გიპასუხოს. ბატონო გიორგი, მე ვფიქრობ იმაზე მსჯელობაც კი არ არის საჭირო, რომ როდესაც რიგით სხდომაზე არ შეგაფრთხილს ეს რიგში და ამბობ, რომ არ ხარ მზად. იურიდიული სამზადარი ვიმსჯელოთ, თუნდაც კომის მერე. ესე იგი, მზად მომზადებული საკითხი არ არის კომისიებში გავლილი. ამის შემდეგ იგარეში სხდომას არ კეთდება ქალბატონო სევდია კომისიები, ეს მინდა იცოდეთ, თქვენ იურისტი ბრძანდებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბიუჯეტის განხილვას აქვს თავისი წესი, რომელიც არ ჭირდება იგარეში სხდომას, იმიტომ რომ პირდაპირ შედის. მე სამართლიან თუ შეიძლება მომეცით საშუალება. მე თქვენ არ გისვლით. ჯერ ერთი მე აქ ვლაპარაკობ კანონის დარღვევაზე, რომელიც იყო, იმიტომ რომ ბიუჯეტის განხილვა ყველგან ხდება ერთი წესით, იქ სხვა წესი არ არსებობს. თუ გამონაკლისი არის, იქ ეწეროს. არა, ეს ასე არ არის, მაგრამ მე ვლაპარაკობ კანონზე ამ შემთხვევაში. მე ვკითხულობ, აი საზოგადოებას მაყურებელს ვეკითხები. თუ მზად არ იყო ეს საკითხი საკრებულოში 4 საათზე, 5-ზე 6 საათზე გადაწყვეტა იმისათვის, რომ ჩვენ მიღება გვინდოდა ბიუჯეტის, ბატონო გიორგი და პატრიციული ტელემაყურებელო, თორე განა ჩაგდება გვინდოდა. ჩაგდებით ისეთ რომ აგდებდნენ, ვიცოდით და მათი მიზნები რომ დაშლა უნდა საკრებულოსი, ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ. ეს მიზნები რჩება ძალაში ჩვენის აზრით, მაგრამ მიღება გვინდოდა განა ჩატარება. რაც შეეხება იმას, რომ დაუყოვნებლივ რატომ ეწერა, დაუყოვნებლივ ქართულად
გარკვევით წერია აი ამ წერილში ნიშნავს დაუყოვნებლივით მოწვევა წერია. აი დაუყოვნებლივ მოწვევა რა, დაუყოვნებლივ დანიშნვა, ჩატარება. ჩატარება კი უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივი. მოწვევა უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივი, რომ 7 დღის ვადაში კანონის შესაბამისად ჩატარებულიყო და ჩვენ 31 იანვარს ეხლაც ველოდებით ამ სხდომის ჩატარებას. მაგრამ ეს იყო სწორედ ესეთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომ 2 საათში ვატარებ, თუ მზად არ იყავი და არ აპირებდი მიღებას და განხილვას 4-დან 6 საათამდე. 9 ნახევარზე როგორ განიხილავთ? ჩვენ განაჩასაგდებად გვინდოდა. ჩვენ მიღება გვინდოდა და მსჯელობა და პატი დარჩება. მეორე მხრივ ბატონ ირაკლის მქონა პრეტენზია, რომ თუ უმცირესობა იყო მზად რამდენიმე საათით ადრე განეხილა ეს უმცირესობა იყო მზად, მაგრამ თვითონ ამ რატომ არ განიხილა 2 საათი ფორმა, ახლა მე ნურავინ დამაბრალებს, რომ ბატონი ირაკლის მიმართ ვარ სუბიექტური, მაგრამ ეს აგრესიულობა ისე მომდინარეობს და პირდაპირ მოედინება და ასხივებს ხოლმე ბატონი ირაკლი, რომ მე რომ არ ვიყო ესეთი მედგარი, ალბათ ძალიან შემეშინდებოდა. მაგრამ მე ასეთი მოწვევა, ეს მოწვევა კი არ იყო და ეს საკრებულოს სხდომის ჩატარება კი არ იყო, ეს იყო კონფლიქტის გაღრმავების, კრიზისის გაღრმავების კიდევ ერთი ნაბიჯი. ამიტომ მე პირადად ახლა რა თქმა უნდა უმცირესობა არ ვიცი რატომ არ მივიდა ალბათ გასული იყვნენ თუ აღარ იყვნენ ქალაქში ან არ უნდათ ეს მათი საქმეა რა თქმა უნდა მათი საქმეა ჩვენ ამის დროც აღქონია კონსულტაციების მე პირადად ვთქვი რომ ასეთ შემთხვევაში ჩასაგდებათ მისთვის რა აზრი აქვს ჩვენ მოქალაქეებს ბიუჯეტი ჭირდებათ განაჩვენი კინკლაობა ბიუჯეტის თაობაზე საკინკლაო ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიწყუბოთ მე და ვირაკლი შეხიაშვილმა მაგრამ ეს არ იყოს საინტერესო მოქალაქეებისთვის მაგრამ ეს თემა ისეთია რომ ეს თემა აინტერესებს მოქალაქეებს და ეს მათ ანერვიულებს დღესაც ვიყავ მე ერთი ავარიული სახლის საკითხზე სადაც ისეთი მდგომარეობაა რომ ფორს მაჟორით რაღაცას გავაკეთებთ მაგრამ თუ არ დამტკიცდა ბიუჯეტი მთელი გამაგრება ვერ მოხდება ეს არ მე ვიფიქრე რომ ეს კონფლიქტს გააღრმავებს ალბათ ასევდია თქვენ თქვით რომ სინამდვილეში ამაზე ბევრი ყოფილა საუბარი და ახლაც ახსენეთ თქვენ რომ სინამდვილეში უმრავლესობის მიზანი არის რომ ჩააგდოს ბიუჯეტი საბოლოოდ რომ მოხდეს საკრებულოს დათხოვა და შესაბამისად შესვლა აქ ამასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო საუბარი დეპუტატ ხვიჩიასთან დაკავშირებით თითქოს მან ზეწოლის ხვიჩასანაია უკასრავად ხვიჩასანაიაზე რომ მან ზეწოლის შედეგად დატოვა ხვიჩასანაიას ამბავს იმიტომ რომ ის გავიდა საკრებულოს რიგებიდან მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში საქართველოში როგორც მიმდინარეობდა 1 ოქტომბრის 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქმეები ცხადია რომ აი ამ მეთოდით თბილისის საკრებულო უკვე დაკომპლექტდა ანუ ძალადობით ზეწოლით ანგარებით მოსყიდვით და ეხლა აღმასრულებელი ორგანოს ვადაზე ადრე გასტუმრება სურთ თუმცა არაცნობიერებენ რომ ეს ბევრად უკეთესი სასტარტო პირობებია არჩევნებისთვის. გადმოვხსნათ ბატონო ირაკლის სხვადასხვა ეს რამეს ვიკითხავ, აი უბრალოდ ბიუჯეტზე მინდა უთხრა. როცა იძახით ამ სიტყვებს. თქვენ ამით კონკრეტულ შეურაცხყოფებს აყენებთ პიროვნებებს, აგრძელებდა ბატონი დავითი ჩინჭარაძე, რომელსაც ახლა თქვენ თქვით, რომ ის მოსყიდვით, ან მოგთავით, ან იძულებით, ან დაშინებთ. რომელი ფორმით არის დავით ჩინჭარაძე? თქვენ არ დააკონკრეტეთ, მაგრამ ვერ გავიგე. კი ბატონო, მათ შეუძლია ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და სახელმწიფო და გვასაბამის სახელმწიფო. ვინ გადმოვიდა ერთი ზეწოლით, შიშით, მუქარით, შეურაცხყოფით დაშინებით. და ანგარებით. კი ბატონო, მედროვეობა ეს არის საქართველოს სენი, ბატონო გიორგი. მედროვეობა და ამ მედროვეობასთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან კაცრი შეხედულება. მე არასდროს არ ვიზიარებდი შემწყნარებლობას ასეთი მედროვეობის მიმართ. მე ჩემ ცხოვრებაში რგვალმაგიდაშიც კი არ ყოფილვარ, ისე ვიყავი იმ პოლიტიკური ძალის მომხრე და ნაციონალურ მოძრაობაში მანდატი არ მჭერია არასდროს ხელში. იმიტომ რომ ესეთი პარტია იყო ეს, რომ მანდატებს არ ადიგებდა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მე რამდენი პარტია ბატონო ირაკლი სამი მოწვევის ხალბატონი ხართ ნაციონალურ მოძრაობიდან. ბუნებრივია რომ ეხლა თქვენგან ესეთი საუბარი გასაგებია საზოგადოებრივი რომ ესე უნდა იმჯეროს. აი გეკითხებით თუ შეიძლება მე გაგცემ მე რამდენი პარტია მაინტერესებს. არც ერთი პარტია მე რამდენი პარტიიდან იყრიდი თქვენს. მე თქვენი ბიოგრაფია მოვიტანეთ, ავიკითხე და აი მე მოგიყვებით ხალბატონო შევდი 2019-2003 კენს იყრიდით სამგორის რაიონში ჯერ მრეწველებიდან შემდეგ მემარჯვენეებიდან ბოლოს ნაციონალურმა მოძრაობამ დაგასაქმათ 2004 წელს და მუშაობდით 8 წლამდე. ნაციონალურმა მოძრაობამ ხო არ მოგიტანიათ რამდენი ხმა იყო და ირაკლი შიხიაშვილმა?
ეგ ინფორმაცია გამოგჭა? ბატონო, თქვენ წარმოადგენთ. ხო, მე წარმოვიდგინე. ეს უბანში ვინ რამდენი ხმა იყო 2010 წელს, მაგრამ მე ისიც რა მაინტერესებს. მე მაინტერესებს 99 წლამდე უმშევარი იყავით. აი ამოვიღეთ თქვენი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილებაში 92-13 წლების შემდეგ, როცა დივერსიული ასეულის მეთაური ბრძანდებოდით, მე არაფერი არ წერია. მე ვიყავი ტელევიზორების კაფეს დირექტორის მოადგილე ხალხი. ხო და არ წერია ბატონო. მე რომ არ იცით, ხომ შეიძლება არა, მე არ ვიცი არა, ეს არის საკრებულოს ვებგვერდზე. ეს თქვენი ინფორმაციის სისუსტეზე მეტყველს. საბატონო სექრეტარი არ იგებობს მაგაზე. ვებგვერდზე რაზდებთ, ხომ დაიცოდეთ. მე ძალიან მაინტერესებს. არა, სხვა რამის თქვა მინდოდა მე მინდოდა რომ პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიების სულასთან დაკავშირებით აუცილებლად ბიუჯეტთან დაკავშირებით გეტყვით როდესაც ლაპარაკი არის რაღაც ისეთ რომელიც პიროვნულს ეხება მეც მაქვს უფლება პიროვნულს შევეხო როდესაც თქვენ მარიონეტს მიწოდებთ როდესაც თქვენ პაიკს მიწოდებთ თქვენ რეალურად იმართებით გიგობულავასკენ დღეს რა ხარ თქვენ ეგრე მიწოდებთ რა თქმა უნდა აი საზოგადოების ნებისმიერ ადამიანმა მეც მაქვს უფლება თქვენ მხარდაჭერი თუ არ არის კითხოთ ქუჩაში გავაჩეროთ და ფლაგიოს კი ბატონო რაც ვისაც გინდათ კითხეთ და იკლიეთ ჩემი ბიოგრაფია ვის ჭკუაზე როდის დავდიოდი და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ თქვენი დასკვნები გააკეთოთ მეც მაქვს უფლება თქვენს ბიოგრაფიით დავინტერესებ მაგრამ ბიუჯეტზე მინდა გითხრათ ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ აი ეს გადასხვა გადმოსვლას და მედროვეობამ გამოიწვია ამ თემამ გამოიწვია ეს და მე ასე მიმაჩნია რომ მედროვეობა არის ცუდი რამ ეხლა რაც შეეხება ბიუჯეტზე იკითხა ბატონო საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენი იყო შემოტანილი 780 შემოტანილი საიდანაც 50 იყო დამატებაში ეს 5 როდის გაჩნდა ეს 5 ამაზე მოგახსენათ პრეზენტაციაზე ბატონმა პაპუნა პეტრიაშვილმა და რა თქმა უნდა თუ სურვილი იქნებოდა შეიძლებოდა ამის გაზიარება მაგრამ ეს იყო სპონტანური ესეთი გადაწყვეტილება ეხლა რაც შეეხება იმას რატო ვფიქრობ ჩვენ რომ ასეთი რამ უნდათ მაგრამ ვერ საზღვრავენ შედეგებს იმიტომ რომ ხელოვნურად ხდება მოლაპარაკებების გაჭიანურება. აი ჩვენ ვიყავით გუშინ და 4 თვის გამოუშვით უმრავლესობის ფრაქციების თავმჯდომარეებთან, საქმეზეც ვისაუბრეთ. იქ ისევ დაიწყო რაღაც გადადგომა, ახლა ერთი ბარტყის გადმომიგდეს პრინციპით დაიწყოს გამგებლებთან დაკავშირებით, აბა ერთი გამგებელი გადმოგვიგდეთ, აბა მეორე, მაგრამ მაინც იყო საუბარი. თუმცა ყველაზე ცუდად რაც მენიშნა გახდათ ის ბატონო ირაკლი რომ არავითარ ვადებზე ისინი არ საუბრობენ. ესე იგი ეს არის დროსა და სივრცეში გაბნეული მოლაპარაკებები, რომლის შედეგი როდის დადგება კაცმა არის. თქვენ ამბობთ რომ თავარი მიზანი ისევ არის რომ ეს მთავრობა ეს როგორც მინიმუმ არის ძალის ჩვენება, მუსკულატურის დემონსტრირება საკრებულოს უმრავლესობის და პირადად ბატონ ირაკლის მხრიდან და საბოლოო შედეგზე ხა თუ ექნება თანხმობა ცენტრალური თავის ხელისუფლებიდან, მაშინ ამას გააკეთებენ, მაგრამ ამაზე ჩვენ გავახსენებთ საუბარს უკვე დეპუტატებთან ერთადაც ქალბატონზე. ბატონო იმით ესე არ დასწრება. ბატონო ირაკლი, ვინაიდან მეტროვეობაზე საუბრობდა ქალბატონისებია და მინდა რომ ეს თემა ამოვწუროთ, ამიტომ შეგეკითხებით თქვენი მიმართულებით, როდესაც ისმის ბრალდებები ამ თემაზე ხშირად აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ვიდრე თქვენ იყავით ჯერ კიდევ ნაციონალურ მოძრაობაში, თქვენს ფიგურირებით, თქვენი სახელის ფიგურირებდა ქართულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე, მაგრამ შემდეგ ახლა სწორედ ამაზე კეთდება აპელირება, რომ როგორც კი გადახვედით თქვენ უმრავლესობაში, დაქრით თქვენ ამ საქმეთან, თქვენს მიმართ აღარ არის არანაირი პრეტენზია. ამას თქვენ როგორ ხსნით? ალბათ დამეთანხმებით რომ ეჭვის საბაბი ეს შეიძლება გახდეს. ბუნებრივია ეს ეჭვის საბაბი შეიძლება გახდეს და ამ ინფორმაციას თავის დროზე და დარწმუნებული აკრძალდება ბატონი ნიკა და მე და ბატონი ნიკა ვისაუბრებთ ამ თემაზე ერთ-ერთზე და მე მინდა რომ პირადად ჩავაყენო საქმის კრუში იმის შესახებ რაც უბრალოდ მას არ აქვს ეს ინფორმაცია და პირდები რომ პირადად გეტყვი იმ სიმართლეს. მე თვითონ გადაწყვიტეთ, გაასაჯაროებთ ამ ინფორმაციას, არ თავისუფალი მოქმედების საშუალება აქვს. მაგრამ პირადად გეტყვი იმ სიმართლეს, რა სიმართლეს გაინტერესებთ. თუ გაინტერესებთ ეს სიმართლე. ეხლა რომ თქვა? არა. ერთი წამი სასამართლოში მომხდარიყო ძალიან ბევრი ადამიანს თავისი პასუხი გაეცა. მაგის თემაზე სხვა თემები აქვს. ეხლა რაც შეეხება, მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, ეს არის ლიბერალური პარტია. რეწველებში, როდესაც ჩემი მაჟორიტარად დაფიქსირება მოხდა, ეს იყო 99 წელს, მე ვიყავი რეზო შავიშვილის გუნდის წევრი. როდესაც რევა შავიშვილმა 2002 წლის გაზაფხულზე შექმნა პარტია ლიბერალები, მე ლიბერალებსა და ახალ მემარჯვენეებს შორის შეიქმნა, აქ არის ბატონი მამუკა და დამეთანხმება კაციტაძე, რომ ლიბერალური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ბლოკი არსებობდა და ჩვენ ვიყავით ერთად იმ ბლოკში. მას შემდეგ მე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ. დღესაც ვარ იმ ლიბერალური პარტიის წევრი, ასე რომ ვთქვათ, ფორმალურად თუ არაფორმალურად ფაქტი ესეა. ნაცმოძრაობის წევრი არ ყოფილვარ, კენჭი ვიყარე ნაცმოძრაობის
მაჟორიტარად, იმიტომ რომ პარტიამ დამასახელა, პარტიამ შედეგი ჩემი მაჟორიტარობით მეტი მიიღო, ვიდრე მე მის იმ პარტიით. ეს კონკრეტულად მედრეობა არ მედრეობის პასუხი. რაც შეეხება მუშაობა არ მუშაობას, ქალბატონ სერგიას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია და მზად ვარ ის სრულყოფილი ინფორმაცია. კი ბატონო, ქალბატონო, მაგრამ მოგატვით უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას და უფრო ზუსტად გექნება. თქვენთვის. მაგრამ თუ არის საერთოდ მოგწევთ. ვებგვერდზე თუ განათავსებთ აჯობ. კარგი, ვებგვერდზე განათავსებთ. ხო, რომ ყველამ ნახოს, თორე თუ ხვალე ქალბატონო სერგია მომცემთ პირობას, რომ არც იმებს რა ქვია შუქნიშნებს გამორთავთ 10 ქალაქის ქუჩებს ჩააბნელებთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ვებგვერდზე მოვახერხებთ პრომესას. ხო, აი შედეგი როგორ აღმოჩნდება, ბოლოს ამოჩნდება. დივერსიული ასეული, რადიოგრაფიაზე საუბრობ დივერსიული ასეული საიდან გაჩნდა. დივერსიული ასეულის მეთაური ვიყავი აფხაზეთში ომის დროს, ბატონო ჩემო და მადლობა ღმერთს, მომეცა საშუალება რომ ჩემი ქვეყნისთვის როცა აქ თბილისთან იდგა სად ვიყავი მაშინ? დიახ, მაშინ სად იყავით? აი უშუალოდ ჩვენ რომ დევნილებს განვათავსებდით თქვენ რაიონში სხვათა შორის ჰოსპიტალში გასცემთ. სად ვიყავი? მე ვიცი, მე ვიცი რომ თქვენ პორტუგალიაში წავზარდით. აი მაგაშიც რომ ვწდებით ქალბატონო. არ ვწდებით. ვინ იყო ჩემთან ერთად? მე ჩამოგითვლით იმ ადამიანებს, ვინც იყო ჩემთან ერთად იმ ბრძოლის დროს და თუ გნებავთ ის ადამიანები აგვისტოს ომში. მე 7 აგვისტოს ვიყავი გორში 8 აგვისტოს ვიყავი ავლევში და ჩემთან ერთად იყო 160 კაცი, რომელიც შეიკრიბა ძველი ვეტერანი. არ მოვა? არა, გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს რომ მოვიდეს? მე მაინტერესებს მე აქედან მიმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩემთან ერთად. თუ შეიძლება რომ დამთავრდება ეს თომა მობრძანდეთ და დააფიქსდეთ ქალბატონ სერგიას უთხრეთ რომ აგვისტოს ომის მოვლენების დროს ირაკლი შიხიაშვილი სად იყო და როგორ იმყოფებოდა. ძალიან გამიხარდება თუ ასე იქნება, აი გულწრფელად გეუბნებით. დაღიარებთ მაშინ რომ ძალიან გამიხარდება. თქვენ ბოდიში არ შეიძლება ქალბატონი ხარ და უხარ არა, გამიხარდება. გამიხარდება. ეს მართლა მაგრამ როდესაც გამგებლის მოადგილე იყავით და გევალებოდათ რომ გაგეთავსებიათ დევნილები და მიგეხედათ ჩვენ ყველას ორ-ორი ობიექტი გქონდა საკრებულოს წევრები. ქალბატონო სერგია, ხაზგასმის თქვენ იყავით პორტუგალიაში. და თუმცა არ არის ჯობია ეს ამკითხო. თორე მაშინ ერთ რამეს გეტყვით. კიდევ ერთხელ, თქვენ ძალიან დიდ ტყუილს იძახით, იმიტომ რომ შეცდომაში შეგიყვანეს. და დამიჯერეთ, რომ ძალიან დიდ უხერხულად იგრძნობ თავს, როცა თვალებში შემოხედავთ და ის სიმართლეა. საზღვრიდან გაქრება თქვენი საზღვრის გადაკვეთის საბუთი, უხერხულად ვიგრძნობ. ქალბატონო სერგია, კიდევ ერთხელ გეუბნებით. მზად ვარ უხერხულად ვიგრძნობ თავი. მზად ხართ? არა, თქვენ რაღაც მიეჩვიეთ უხერხულად ყოფნაში. კარგით. არის ამაში. კარგი, ძველი გადაგვიდეთ არის, ხომ მაგაში ფრენიერება. გამშინ აღშენებაში განყოფილ. მდგომარეობაში, ოღონდ დაგებით. თავისი ხიბლი აქვს ამ კამაც, უნდა ვაღიარო, მაგრამ დავუბრუნდეთ ბიუჯეტს, რომელიც ჩვენი გადაცემის თავად. ამასთან დაკავშირებით მინდა და დავასრულოთ ბატონო ირაკლი. იმიტომ რომ თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება იმდროინდელი დივერსიული ასეულების მიმართ, რომელიც სამხედრო საბჭოს მიერ იყო შექმნილი და ამას სამხედრო საბჭოს მიერ, ქალბატონო, შინაგან საქმეთა სამეცნიეროს თუ შეიძლება. ჩემი მეუღლე როგორც ვიად ნუ ჩავერთვებით. არის მის თქვენი ხმა. იყო დევნილობაში. არის მის თქვენი ხმა. დავუბრუნდეთ ბიუჯეტისაკენ. ქალბატონო სერგია, ჩვენ ხო არ გელაპარაკებთ, არ არის ეს. ქალბატონო სერგია, ხო, დავუბრუნდეთ ბიუჯეტის საკითხს, რისთვისაც შევიკრიბეთ აქ. 85. მამა უკაცრავთ. მამუ კახულედიანი, აგერ ბრძანდებ, ეხა გამახსენე. კიკვიძის პარკში. მე მოჩვენება ვიყავი თუ მართლა ვიყავი? ვიყავი? და პორტუგალიაში როგორ ვიყავი? აქ არის მე ჩემს ამდენად ცნობილია ბატონო ირაკლი, მე ხა თქვენთან პოლემიკაში ამ თემაზე არ ჩავიგო. როგორ გამახსენე? ხაჩილიშვილი, ნიკო და თქვენ ბრძანდებოდი, როცა მოხალისეთა ჯგუფი ჩამოსულმა გორიდან წავიყვანე იქით, ხო? იყავით, მაგრამ აქ საუბარი, მაშინ რა ქვია პორტუგალიაში ერთდროულად 2020 იქნება. 12 თუ 13 აგვისტოს. არა. ნუ ვისაუბრეთ ბატონო ირაკლი, როდესაც თქვენმა და ჩვენმა პრეზიდენტმა კაპიტულაციას ხელი მოაწერა. გასაგებია. საკმარისია. ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური დავუბრუნდეთ ბიუჯეტს ბატონო ირაკლი. ბატონო მამუკა. აი ამაში ეს საქმე. გადავიდეთ დეპუტატებთან. აი მაშინ იქ. ბატონო ირაკლი, ვისაუბროთ ბიუჯეტზე. გამოხატეთ ეხლა თქვენი ხარული. რომ არ ყოფილვარ მაგ დროს. რა ქვია, პორტუგალია. ვერ ხედა რა ყოფილა. მე გითხარი რომ პორტუგალიაში ომი რომ დამთავრდა მე. მე არ მithქვამს რომ ომის დროს ბრანდებოდი. აბა სად ვიყო?
ჩემ ბიოგრაფიას სწავლობ, თუმცა ბიუჯეტის მაგივრად ხალბატონო მოგახსნას ირადა. სადიყავით 2 სექტემბერს 91-12 და ამიტომ რასიჯამ ხალბატონო მადლობა. მადლობა ღმერთს ყველა ჩემი ქვეყნისთვის მიმიღია ცხოვრებაში და არავის არ ვაყვედრი ამას. მე მინდა გითხრათ, თუ თქვენ ესე კამათობთ ხოლმე, როდესაც იკრიბებით საკრებულოში, ბიუჯეტს ნამდვილად ვერ მიიღებთ ხოლმე, ამიტომ დავუბრუნდეთ. მოდი ბატონ მამუკასგან დავიწყო, ვინაიდან მამუკა ჩაერთო საუბარში. მამუკა, მარტივი შეკითხვა, ამაზე იყო საუბარი ჩვენი სტუმრების მხრიდან, რატომ არ დაესწარით იმ შეხვედრას, რომელიც ბატონმა ირაკლიმ დანიშნა. მოგესალმებით. 2 საათში. მე მინდა აი იმ შეხვედრიდან, რომელიც თქვენ დატოვეთ, თუ მზად იყავით, მაშინ 2 საათში რატომ აღარ იყავით? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ვიდრე დღევანდელ დღემდე ჩვენ უმრავლესობას მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარესაც, ბუნებრივია გარკვეული პერიოდი ვიცით რომ აბრძანდებოდა თბილისში და არ ეცალა ამისთვის. იმის შემდეგ მიმართავ და ვეუბნებით რომ მოდით მეგობრებო, წერილობით მოგვაწოდეთ თქვენი აბსოლუტურად ყველა შენიშვნა გაწერილი ფორმით. ამ მოხში ეს გვინდა, ამ მოხში ამას არ ვეთანხმებით, ამ მოხში ეს საკითხი ჩავსვათ. მოდი დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ პრობლემების შესახებ და არის თქვენ ხართ ვალდებული ბატონო განათებაც იყო ჩართული ყველაფერი თბილისის მერიას წერილობითი სახით და წერილობითი ფორმით მიაწოდოთ ბიუჯეტის შესახებ თქვენი შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიამ ან უნდა გაითვალისწინოს, ან არ უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ ვამბობდით რომ დავსხდეთ, გავიაროთ ეგ შენიშვნები ერთად და რაც მისაღებია გავითვალისწინოთ, რაც არა მისაღები არ გავითვალისწინოთ. თუმცა ბატონმა ირაკლიმ ისიც თქვა, რომ მათ დრო რეალურად არ ჰქონდათ, რომ განეხილათ საფუძვლიანად ეს დოკუმენტი და 20 იანვარს შემოვიდა 29 დეკემბრის შემდეგ ბიუჯეტი ჩავარდა. 29 დეკემბრის შემდეგ მესმის ახლა საახალწლო პერიოდი შეიძლება ეს არ მომხდარიყო, მაგრამ შემდგომ 7-ის 8 შემდეგ ჩვენ ქონდა შესაბამისად ამდენი დღე და დღესაც კი მე არ ვიცი, აი დღევანდელი ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან დღესაც კი რამდენად ჩემთვის ცნობილია, თბილისის საკრებულოში არ არის არც ერთი სახის წერილობითი შენიშვნა შესული, გარდა იმ წერილობითი შენიშვნებისა, რომელსაც ბატონი მამუკა კაცდაც და კახა კუკავა აწერს და დღეს საზოგადოებამ ნახა, რომ ამ შენიშვნების არსებითი განხილვა მოხდა. ამიტომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ რიგარეშე სტომის ჩატარებას და ამისათვის კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იგი მოხდეს ერთი კვირის თავზე და ერთი კვირა გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ეხლა მაინც რახან მოვითხოვთ რიგარეშე სტომა, ეხლა მაინც რახან ვერ მოასწრეს ბატონებმა 4 დღეში ამ ღნიშნული საკითხების განხილვა. 20-დან 24-მდე მოვასწარეთ. მე ბატონო ირაკლი ხო არ გაწყვეტინებით? 20-დან 24-მდე რახან ვერ მოასწროთ, 24-ს კიდევ დავუმატოთ ერთი კვირა, 7 დღის განმავლობაში კიდევ დავსხდეთ, ვილაპარაკოთ ფრაქციების კომისიების და საკონსტიტუციო რეჟიმში და 31-ში როდესაც კანონი დადგენილი ვადის ბოლო დღე არის, მოდი დავსვათ და ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე, ან მივიღოთ იგი, ან კვლავ ჩავაგდოთ. ამის მაგივრად, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს აქ უბრალოდ რა ქვია მას, რაღაცა პროვოკაციული ქმედება, რომ 2 საათში სრულიად მოუმზადებლად, სრულიად განუხილებლად, სიმართლეთხი ბატონო მამუკა რა, რატომ არ მოხდა პოზიციები შეუჯერებლად იწვევს საკრებულოს ხდომას. მაშინ, როდესაც ჩვენ პოზიციები არ აგვაქვს შეჯერები და ვიცით, რომ ეს ბიუჯეტი აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა ჩავარდეს, ვიცით, რომ მიზანი პოლიტიკური ერთი დიადი და ნათელია, რომ მოხდეს თბილისის საკრებულოს დათხოვნა, რომ მოხდეს თვითმმართველობის დასამარება დედაქალაქში და მოხდეს რაღაც ერთპიროვნული მმართველობის დამყარება და ამის შემდეგ დადგმულ სპექტაკლში და დადგმულ შოუში რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებდით. თუმცა ეს კიდევ არ არის ის საბოლოო შედეგი და ის რაღაცა კატასტროფა, რომელთაც თავდება ლაპარაკი თბილისის ბიუჯეტზე. ამის შემდეგვე გავაკეთეთ განცხადებები მეორე დღეს, რომ მეგობრებო, კარგი ჩავარდა, მოდით კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ, დავსვათ და მადლობა ღმერთს, გუშინ მაინც მოხერხდა უმრავლესობის ფრაქციების თავმჯდომარებისა და თბილისის მერის წარმომადგენლების შეხვედრა. მადლობა ღმერთს, რომ ეს მაინც მოხდა. დღეს კიდევ ბატონებთან მოხდა ეს შეხვედრა. ამის შემდეგ ვიძახით, მოდის ეს შეხვედრები დავთქვათ, ეს პოზიციები შევაჯეროთ და თუ ვერ თანხმდებით მეგობრებო, რაღაცებზე კი არ ვიკინკლევთ. არსებით საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თბილისისათვის არის დღეს პრობლემატური და მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, სანამ ბატონი ირაკლი შეხეშვილი, როგორც ჩემთვის ცნობილია, 1 თებერვალს აბრძანდება ამერიკაში 9 დღიანი ვიზიტით, სანამ წავა, მანამდე 1 თებერვალამდე კიდევ გვაქვს რამოდენიმე დღე, მოდით კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ აი ამ ფორმატში როგორც თანაც ვიჯექით, ისხდენ დღეს ბატონ
მამუკასთან თბილისში ასევე დავსხდეთ კიდევ აი ამ დღეების განმავლობაში მოვილაპარაკოთ და მოდი თქვენ წამბრძანებამდე ბატონო ერაკლი შევძლოთ რომ თბილის სანამ წამბრძანდებით ღმერთო შვიდობი წაგიყვანოთ და ჩამოგიყვანოთ თბილის შვიდობიანი დაუტოვოთ ბატონო მამუკა ვინაიდან თქვენ გქონდათ დღეს შეხვედრა და საუბრობდით სწორედ ამ შენიშვნებზე თქვენ როგორ ხედავთ რამდენად აქვს პერსპექტივა ამ პროცესს რომ მოხერხდეს რაღაცნაირად თბილისის ბიუჯეტის მიღება და ისიც მაინტერესებს როდესაც დათხოვნაზეა საუბარი შესაძლებლ დათხოვნაზე საკრებულოსი ეს თქვენ შეგეძლოთ რა თქმა უნდა და აი ამას როგორ უყურებთ პირველი ყოვლისა მინდა მოგესალმო გიორგი მინდა მივესალმო ტელემაყურებელს არ ვიცი შეიძლება მე მეჩვენება ახლა აქედან ასე ჩანს ან ცოტა მეტი სამზარეულოც რო ვიცი იმიტომ მაგრამ აშკარად მგონია რომ დღევანდელი გადაცემის შემხედვარე ტელემაყურებელს კითხვა არ გაუჩნდება რატომ არ აქვს ბიუჯეტი დამტკიცებული იმიტომ რომ აქ პიროვნული დაპირისპირებაც არის, პოლიტიკური დაპირისპირებაც არის, ნაკლებად საგნიანი საუბარიც არის და ასე შემდეგ, ამიტომ არ მიმაჩნია რომ ამ პათოსით, ამ პერსპექტივით და ამ განწყობით რაიმე იმედის მომცემი პერსპექტივა ელოდება ბიუჯეტის მიღებას კონკრეტულ ვადებში. თქვენ იცით რომ ეს ვადა არის 11 მარტი შემოფარგლული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 3 თვე 11 მარტამდე გადის და ამ ხნის განმავლობაში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მე მიმაჩნია პირადად და არავის ეგონოს ეხლა რომ მე ესე იოლ მდგომარეობაში ვარ, რადგან არ წარმოვადგენ არც დაუშვათ ქართული ოცნების ფრაქციებს თბილისის საკრებულოში და არც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებს. ეს არ არის იოლი მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალთა ბალანსი იმდენად ასე ვთქვათ, თანაბართ მიახლოებულია, რომ 1-2 დეპუტატის ხმა რეალურად წყვეტს საკითხს. პრობლემა იმაშია რეალურად, რომ აი ასეთი დატვირთვის პირობებში შენ არ შეგწევს ძალა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა, მაგრამ პასუხისმგებლობა გეკუთვნის სრულად. მე მიმაჩნია, გიორგი და ეს მინდა ტელემაყურებელს უთხრა, რომ თუ მერია შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც ჰქონდა გასული წლის 25 ნოემბერს, უпрочёрт 24 ნოემბერს, როდესაც ბაბუნა პეტრიაშვილთან ერთად ვიხილავდით 730 მილიონიან პროექტს. თუ მერია შეინარჩუნებს იმ პათოსს და იმ განწყობას, რაც ჰქონდა დეკემბრის თვის განმავლობაში და შემდეგ 29 დეკემბერს, რის შემდეგაც ჩავარდა ბიუჯეტი, მაშინ ასე არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ჩემთვის გასაგებია უკანასკნელი წლების განმავლობაში მერიისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რა წინადადებაც არ უნდა გაეგზავნა საკრებულოში, ყველაფერზე უნდა მიიღო თანხმობა. ეხლა ვერ მიიღო ეს თანხმობა ძალთა სხვა ბალანსის გამო და ცოტა დაბნეულობა გამოიწვია ამან მერიაში. ამიტომ მან უნდა გააცნობიეროს ახალად შექმნილი რეალობა და შემხედრე მიმართულებით იმოძრაოს საკრებულოსთან, რაც პრინციპში დღეს გარკვეულწილად მოხდა აი შეხვედრის დროს, როდესაც მე და კახაკუკავა შევხვდით ბაბუნა პეტრიაშვილს და განვიხილეთ ჩვენი თუ ასეთი კონსტრუქციული საუბარი იქნება, თქვენ ამბობთ რომ არის. მე მიმაჩნია რომ თუ ასე არ იქნება და მე რა იქნება ჯიუტ პოზიციაზე, რომ მე რასაც ვიტყვი ისე უნდა იყოს, ამით არაფერი არ გამოვა. აი ისე როგორც მე მიმაჩნია რომ თუ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციების მხრიდან იქნება განწყობა, რომ მე არ მაინტერესებს, ასე ვთქვათ, რა სიტყვის მერია, მე მაქვს დამოკიდებულება, რომ უნდა წავიდეს თბილისის მთავრობა და ეს იქნება თამასა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე მერია არ წამოვა და ახლოს რაღაც ჯიუტითხების მომენტი გათამაშდება, ასეთ შემთხვევაში ფინალი როგორიც არის, ჩემთვის გასაგებია, და ყველასთვის გასაგებია, ხო? თვითონ ის რომ თავრობისადმი უნდობლობითი დამოკიდებულება არსებობს, თამაში ახალი არაფერია. ახალი შეიძლება იყოს ვიღაცეებისთვის. ბოლო თვეებში რომ ეს შაბეტილება შეექმნა. ჩემთვის ახალი არაფერი არ არის, მაგრამ მეორე არის რეალური მოცემულობა, რისი უფლება აქვს საკრებულოს. აქვს კი სამართლებრივი უფლება ასე დააყენოს საკითხი. მე პირდაპირ ვამბობ, რომ სამართლებრივად არ არის გამართული საკითხი საკრებულოს მხრიდან თბილისის მთავრობის გადაყენების შესახებ, იმიტომ რომ ეს უფლება საკრებულოს არ აქვს. მე მაგალითად მოუწოდებდი კოლეგებს და ქონდა ამის ცდელობა და თუ დამეთანხმება, რომ მიგვემართა საქართველოს პარლამენტისთვის და მიგვეღო სამართლებრივი უფლება უნდობლობის საკითხის გაყენებისა ან მთავრობის მიმართ, ან კონკრეტული პირის მიმართ. სამწუხაროდ პარლამენტმა ეს საკითხი არც კი განიხილა და თქვა, რომ არჩევნების წინ ასეთი ტიპის ცვლილებები ალბათ მიზანს შეუწონელიაო. მე საერთოდ მგონია, რომ პოლიტიკურად იქნება ძალიან გაუმართლებელი და უმწიფრობის დემონსტრირება, თუ დღეს ვინმე ფიქრობს ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომ მილიონიან დედაქალაქში შემოიტანოს არჩევნებამდე 3 თვით ადრე ცენტრალური მმართველობა. რა თქმა უნდა, ამის უფლებას იძლევა კანონი.
მაგრამ ამის ფიქრი არ შეიძლება მაშინ როდესაც 2014 წელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელი და საქართველოს არის დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ თუ როგორ ჩაატარებს ამ არჩევნებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მიმაჩნია რომ კომპრომისებით და ერთმანეთისკენ სავალი ორივე მხრიდან რა თქმა უნდა დღევანდელ შეხვედრაზე თქვენ დაინახეთ რომ ეს კომპრომისი შესაძლებელია პარტნერის მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ დაყენებული გქონდა 14 საკითხი აქედან 3 საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ პასუხი რომ ის უკვე გადაწყვეტილია მათ შორის ჩაშლასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს დაუქმებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ 4 საკითხზე მივიღეთ პასუხი რომ ის დადებითად გადაწყდება და დანარჩენ საკითხი იქვე მივიღეთ პასუხი რომ დადებით მათ შორის უპოვართა თავშესაფარებზე მათ შორის მუნიციპალური საწარმოების იაფ კრედიტზე და კიდევ საკითხებზე პროგრამებზე კი ბატონო და დანარჩენ საკითხებზე მივიღეთ ესეთი მიდგომა რომ პრინციპული წინააღმდეგობა მოხდა და ნუ კიდე დაგჭირდება დამატებითი კონსულტაციები. შორს ვარ იმას რისკან რომ 14-დან 14 პასუხი დადებითი იქნება, მაგრამ რაღაც ტენდენცია უნდა გამოჩნდეს. მე ვფიქრობ იმ საკითხებზე, სადაც პრინციპული წინააღმდეგობა მოგვიხდა, ერთ-ორ საკითხზე ჩვენ ვერ ვიქნებით დამთმობი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პრინციპული მომენტი, რეპრივატიზაციის საკითხი დგება და ეს პოლიკლინიკებს და ბიბლიოთეკებს ძალიან აწუხებთ. ამიტომ აქედან გამომდინარე თქვენ პერსპექტივას ხედავთ რომ შეიძლება ამ დოკუმენტმა მიიღოს ისეთი სახე რომ მას თქვენ მხარს დაუჭერთ. გუშინდელი შეხვედრა, რაც ქალბატონო სევდეამ ბრძანა, დათომ თქვა არაერთხელ კომენტარში, ჯაბამას თქვა, რომ ფრაქციებს ეკნებათ და კომისიებს განხილვები ბიუჯეტისა და წერილობით ინფორმაციას მიაწვდიან. მე აქ მარტო 2 დეპუტატის წინადადებებზე ხო არ არის საუბარი. იქნება მიწოდებული წინადადებები ამ კვირის განმავლობაში კომისიების მხრიდან, იქნება მიწოდებული წინადადებები ფრაქციების მხრიდან, მათდან დამოკიდებულება როგორი იქნება მერიის მხრიდან და მე ვფიქრობ ამის შემდეგ აი იმ პრინციპით რომ თბილის კონდეს სტაბილური ფინანსური დოკუმენტი. თბილისმა არ იცხოვროს მომდევნო თვეებშიც 1/12, თუმცა არც აქ არ არის დიდი ტრაგედია. ამ განწყობით თუ იქნება, პერსპექტივას ხედავ და იმ განწყობით თუ იქნება რომ ნაციონალ გამგებელს, ოცნების გამგებელმა უნდა ჩაანაცვლოსო, მე პირადად ამაში ვერაფერს ვერ ხედავ სახეიროს. იმიტომ რომ გამოდის თხავიყი და თხაგავყიდეო და ჩვენ ეგ ნაკლებად გვაინტერესებს. ბატონ ჯაბა, თქვენ როგორ უყურებთ იმ პერსპექტივას, რომ შესაძლოა 11 მარტამდე ვერ მოხერხდეს ასე თუ გაგრძელდა პროცესი ბიუჯეტის მიღება და შესაბამისად უკვე ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს პროცესში, რაც ნიშნავს, რომ დაგითხოვენ ყველას თქვენ საკრებულოს და მათ შორის თბილისის მთავრობას. დღევანდელ ასე ვთქვათ ამ ჩვენ შეხვედრას და გადაცემას რო უყურებ ამის პერსპექტივა არის ერთში, იმიტომ რომ ჩვენ რო ვითხოვთ ჩაშლილი ბიუჯეტი მოგვაწოდეთ ირაკლი შეხიაშვილის, ბატონ ირაკლის ბიოგრაფიის ჩაშლილი ვარიანტი გვაქვს წარმოდგენილი დღეს. ეს სამწუხარო რეალობაა, იმიტომ რომ იმაზე რო გვემუშავა, ნამდვილად ბიუჯეტზე რო გვემუშავა იჯობა. ბიუჯეტი და ბიოგრაფია ერთმანეთს გავს, ორივე შემთხვევაში შესაძლებელია დაშვება. საქმე რა არის, ბატონ გიორგია. ყველა თავარი არის და ქალბატონო სერდიამ დღეს აღიარა და ბრძანა კიდევაც რომ ხდომაზე აი დეპუტატებს თბილისის საკრებულოს ძველ შენობაში მაგიდაზე გვედო ბიუჯეტი რომლის ასიგნირება იყო 780 მილიონი აქედან 730 გაწერილი ბიუჯეტად და 50 მილიონი ერთ ფარატინა ფურცელზე ხდომაზე გამოდის მერიის წარმოადგენელი მათ შორის ქალბატონ სევდიაც იქ ბრძანდებოდა რომელიც გვესაუბრება 785 მილიონიან ბიუჯეტზე ეს დოკუმენტი არ ქონია ჩვენ. ეს დოკუმენტი შემოვიდა თბილისის საკრებულოში 20 იანვარს. ეს მინდა თბილისელებმა იცოდნენ, ეს ქრონოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. და 20 იანვარს შემოსულ დოკუმენტი სამუშაო დღეებით რომ ვიან გარიშოთ, სულ რაღაც 4-5 სამუშაო დღეა. 4-5 სამუშაო დღეში 785 მილიონიანი დოკუმენტის ზედმიწევრითი შესწავლა ხა ეს ხომ ახლა არასერიოზულობა იქნება ჩვენ რომ დავდოთ და თქვა რომ ეს შესწავლილია ხო უნდა გავიაროთ აი რაც მამუკამ თქვა ხვალ ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა ეს პროცესი მიდის საზოგადოების ჩართულობა გვინდა აქ პირდაპირ ვამბობთ რომ არის ფინანსური მხარე ბიუჯეტის მიხედვით არის პოლიტიკური მხარე რატო გამოვრიცხავთ ამას ცალკარში რა გვინდა თამაში თუ ჩვენ მივდივართ იმაზე რომ პოლიტიკური დიალოგი მე ვიცი რომ მხარეები თმობენ რაღაცას თუ მე ვიღებ ვალდებულებას და პოლიტიკურ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას ბიუჯეტის მიღებაზე
შესაბამისად მე მინდა რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიზიაროს მერიამაც, მაგრამ იქ არის ადამიანები, რომელთაც მე პოლიტიკური თვალსაზრისით საკრებულოს ამის პოლიტიკური უფლება მაქვს, მე მგონია, როგორც საკრებულოს წევს, ეს არ არის ეს არის ჩემი პოლიტიკური უფლება და ძალიან ვთხოვთ რომ ის ნება საკრებულოს წევრებს დაუტოვეთ. ნუ ჩააქროთ ანძას, ჩვენ მოგვეცით ნება რომ ვიმუშაოთ და ეს ზემოქმედება არის. ნუ განახორციელოთ. ბატონ ჯაბარ, ის დათმობას ითხოვთ მერიისგან და რის დათმობაზე ხარ თქვენ? 85 მილიონი. არ შეიძლება. ანუ თქვენ იქითკენ მიდიხართ რომ მთავრობა უნდა დაიშალოს არსებული მთავრობა. დავსხდეთ მაგიდასთან. ვიმსჯელოთ ბიუჯეტის გარშემო. ვიმსჯელოთ იმ მომავალზე, რაც თბილისს ელოდება და თბილისის უპირველეს დოკუმენტი მივიღოთ, მაგრამ მე არ მინდა ესეთი დოკუმენტი, რომელ დოკუმენტი ჩაუვარდები იმ ადამიანებს ხელში, რომელთა მიმართ უამრავი შეკითხვა. ანუ თქვენ ერთდროულად ორივე პირობას აკანებთ, რომ უნდა იქნას მიღებული დოკუმენტი, მაგრამ ეს მთავრობა არ უნდა განკარგავდეს ამ დოკუმენტს. ერთად ვერ ნახავთ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის განცხადებებიდან, რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი და ჩვენ ამ დოკუმენტს არ მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ცალსახად, დოკუმენტი ის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი. 20 იანვარსაა წარმოდგენილი. არა გვაქვს იმის დრო, დაც ქონდა იმის დრო, ჩვენ ეს სამუშაო თქვათ შეგესრულებინა. ბუნებრივია ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ იქ იქნება რაიმე თქვათ პრობლემები, ბუნებრივია წერილობით იქნება თუ სიტყვიათ, ეხლა აქ ნუ ამოვლენ არის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით. ეხლა ხალბატონის შეგვიძლია ერთ განცხადებაში მოსმოვნოდა ბორდებთან დაკავშირებით პრობლემა არ იყო წერილობით წარმოდგენილი. ერთი წლის მანძილზე ბატონ ირაკლის ფრაქცია იყო, ჩემი ფრაქცია იყო, თუ სხვა ფრაქცია, ვიცით რომ მოვდიოდით, მიმართავდით მერიას და დააუქმეთ ეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატები რო ყავთ დასაქმებული რამდენიმე ათეული ესეთი ბორდები და ნუაძლევთ ამ ხალხს ხელფას ეს ის ხო არ არის საპენსიო ფონდი. გააუქმეთ ვთხოვთ ეს ბორდები და აღმოჩნდა რომ ეს ასეთი ვთქვათ საზღვარი მხატვრელობს ყალებში ორგანო გაუქმდა მე უკვე 29 დეკემბრის შემდგომ მთავრობის. ბატონ ჯაბა, იგივე შეკითხვას დაგისვამთ, რაც მე ბატონ ირაკლის ვკითხე. როგორ წამოვა ეს ხალხი მერიას გულისხმობ მოლაპარაკებაზე, თუ თქვენ ეუბნებით რომ განვიხილოთ დოკუმენტი, ოღონდ თქვენი პოსტები უნდა დატოვოთ? არა ბატონო ჩემო, მასე არ არის. ჩვენ ეგრე არ ვაყენებთ. ჩვენ ვაყენებთ ასე საკითხს. გადადგეს მთავრობა და ეს იყოს ნება გამოხატული რომ თქვენ შემხედრე მიმართულებით ჩვენთან ერთად აპირებთ ბიუჯეტის ხარჯვას და ჩვენ გვაქვს რეალური საშუალება ამის კონტროლის, გადადგეს მთავრობა და ერთად დავაკომპლექტოთ მთავრობა. მე არ მომფრ რომ დღეს ქალაქ თბილისის მთავრობაში არიან ისეთი ადამიანები ყველა, რომელიც არ უნდა იყოს. მე ვთვლი რომ იქ არის გარკვეული ადამიანები, ჩემი მოსაზრებებია სუბიექტური დაუშვათ. ასეთივე შეიძლება კონდეს სხვასაც. თქვენ ფიქრობთ ბატონო ირაკლი რომ შეძლებთ მთავრობის დაკომპლექტებაზე შეთანხმება, საბოლოოდ ისე გამოვა რომ აღარც მთავრობა ეყოლება თბილისს და აღარც ბიუჯეტი. აი ეს რომ ფურცელია. თუ თქვენ არ მეტყვით რომ ეს არის დანა, თუ მეტყვით რომ ფურცელია, ჩვენ შევთანხმდებით. ეს ორივე ლოგიკურად ვიცით და სინამდვილე ვიცით, რომ ეს არის ფურცელი. ამაზე ხარ ვიდავებთ. თუ ჩვენ მივიღებთ ისეთ მთავრობას ერთად შეჯერებულს, რომ გვექნება ჩვენც და მათაც ხარჯვით ნაწილზე გარკვეული საშუალება, რომ ვაკონტროლოთ მისი მიმართულება და დარწმუნებული ვიყოთ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანიისკენ არ იქნება რაიმე რესურსი მიმართული, ბუნებრივია ჩვენ აღარ გვექნება მერე კითხვები. მაგრამ რატომ ფიქრობს ვინმე აპრიორში, რომ შეთანხმება შეუძლებელია? ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ დღეს ქალაქის მთავრობაში ვინც მუშაობს, არავის საქმე არ იცის. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი გამოდის და ასე იცის, რომ ასფალტს აგებს იანვარში. არავინ არ ეუბნება, ასფალტს იანვარში არ აგებს. თქვენ ზოგიერთთან გაქვთ ხოლმე პრეტენზია თუ თელს მთავრობასთან? მე ვამბობ, მთავრობა უნდა გადადგეს და ის ახლიდან უნდა დაკომპლექტოს. ის ხომ უმრავლესობამ უნდა დააკომპლექტოს? არა, თუ როგორ არის წესი? არა. როგორ წარმოადგენთ? ასე კანონში არ არის, მაგრამ შეუძლია ეს პოლიტიკა, როდესაც არცებობს. ფანტაზიებში ვართ, ასე რომ იქნება. თუ ფანტაზიებში დავჩებით, ქალბატონო, სევდია, მაშინ ოცნებაში გადაგიდეთ. საკანონმდებლო ფანტაზიებში. ოცნებაში თუ არ გინდათ გასვლა, ფანტაზიასაც უნდა იწყოთ. იმიტომ რომ ამ ფანტაზიის ნაყოფი ბოლოს სიმართლე ხდება ხოლმე. ხო, მაგაშია საქმე. და ახლა უყურეთ რაშია საქმე. თუ ექნება, კეთილინება ორ პოლიტიკურ სხვადასხვა პლატფორმაზე მყოფ ჯგუფს. რომ მოდით და შევჯერდეთ ერთ რამეზე. ხარჯვით ნაწილზე პასუხისმგებლობაც ავიღოთ და ორივე მხარე ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს თანხა მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად იქნება გახარჯული.
და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. მე საფუძველი მაქვს, ესე ვფიქრობ, შეიძლება ესე. მე ჩემი მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, რომ რადგანაც არსებობს ბრალდება, რადგანაც რამოდენიმე ადამიანი არის გადაკარგული და დამალული და კითხვის დასმის საშუალებაც არ არსებობს მასთან, რომ ბიუჯეტიდან გამქრალი თანხები რა მიმართულებით არის დახარჯული, რადგან არსებობს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ფულს აძლევდნენ ბიუჯეტიდან პარტაქტივს და ერთი კითხვაც მაქვს. 7 მილიონი ნახევარი. ქალბატონ სევდიას, როგორც ამ წუთას ყოფილ სამართალ უფლებადამცველს მინდა ვკითხო. 7 მილიონი ნახევარი, რომელიც ბოლო თვეს არ დაურიგდათ ნაცმოძრაობის კოორდინატორებს და გიგი უგულავად ფრინავი ფრაზა გაისმა. მე დამარცხებულებს ფულს არ ვაძლევ. ის ხალხი რეალურად კატორღულ შრომას აწარმოებდა იმისათვის, ის ხმები რაც კი აიღეს იმ ხალხის დამსახურება იყო და არა პოლიტიკური გუნდის ნაცმოძრაობის, რომელიც იმ პერიოდში მართავდა ნაცმოძრაობას და დღესაც რომ მართავს. აი ეს ფულისაც წავიდა და რატომ არ მიცა იმ ხალხს ეს ხელფასები? რა ლოგიკა იყო? სამართლიანობა რატომ? რადგან მე ახლა თქვენთან ქალბატონო სევდია დავასრულებ უბრალოდ დეპუტატებთან საუბარს. ბატონო დავით. დისბალანსი არ გამოგვივიდეს. რა თქმა უნდა. ბატონო დავით, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ თქვენ აი ასეთი პერსპექტივა, რომ მთავრობა დატოვოს თავისი ადგილები და შემდეგ დაიწყოს უკვე დოკუმენტზე საუბარი. როგორ შეიძლება ეს პროცესი რეალურად მოხდეს? რამოდენიმე სიტყვით შევეხები საკითხებს, რაც ამ გადაცემაში გაიჟღერა. მინდა რომ პირველ რიგში ქალბატონ სევდიას შევახსენო, რომ ჩვენ ვართო იძულებული რომ საკრებულოსთან ვითანამშრომლოთ, იძულებული არ ხართ ქალბატონ სევდია, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია ითანამშრომლოს ქალაქთულის საკრებულოსთან. რაც შეეხება გადასვლა-გადმოსვლას, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ ადამიანების გვერდში, ვინც მანდატი მომცა ქალაქთულის საკრებულოში, მე ჩემს ამომრჩეველს გულისხმობ მუხიანში, რომელიც მაჟორიტარობას წარმოადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტს და არგუმენტებს აღმასრულებელი ხელისუფლების, რომ თითქოს და მთავრობის წევრების მიერ პოსტების დატოვების პერსპექტივას აუცილებლად გიპასუხებთ. რაც შეეხება თითქოს და პრობლემა, რომ არ დაიგება ასფალტი მთელი რიგი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად გაწერილად, როგორც ხდება ხოლმე პიარის თვალსაზრისით, ასფალტის საფარს ვერ ვაგებთ, ვერ ავაშენებთ ბაღს, არის ავარიული სახლი, არის ბევრი უსახკარო. თითქოს და ეს ასფალტი დასაგებია იანვრიდან, თითქოს და ეს სახლი დაინგრა ერთი თვისი. შარშან 2013 წლის ბიუჯეტში დაახლოებით, ჩვენ როდესაც ბიუჯეტზე განხილვა დავიწყეთ, 87 მილიონი იყო ეკონომია, 640 მილიონი ბიუჯეტიდან 2013 წელს და ალბათ საზოგადოებაც მიხვდება იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება დღეს, როდესაც ამდენი პრობლემაა და დღეს აპელირებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალაქთულის მთავრობის წევრები, რომ ვერ არემონტებენ ავარიულ სახლს, ვერ ამაგრებენ ავარიულ სახლს, ვერ ააშენებენ ბაღს. შარშანაც იყო ანალოგური პრობლემები, შარშანაც იყო ის ასფალტი დასაგები, მაგრამ რატომღაც ხელოვნურად თავიანთი ალბათ წლევანდელი საარჩევნო კუთხით გამოსაყენებლად დაზოგეს თანხები და 87 მილიონი იყო ეკონომია. შექმნილი სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ? შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს მე პირადად როგორც ერთი დეპუტატი, რომელიც ერთხმას წარმოადგენს საკრებულოში, ხედავ იმას, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს მართლაც ორიენტირებული თავიდან ბოლომდე, მხოლოდ და მხოლოდ თბილისზე, მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე და არა ერთ კონკრეტულ პარტიულ ორგანიზაციაზე. უნდა იყოს ბიუჯეტი გამჭვირვალე და ის შეკითხვები, რომელიც შეკითხვებიც გვაქვს ჩვენ ბიუჯეტთან დაკავშირებით ქალაქის მთავრობასთან, მათ აქვთ ესეთი არგუმენტი, რომ ბიუჯეტის კლასიფიკაციით ესე ხდება და სხვანაირად არ ხდება. შეიძლება ბიუჯეტის კლასიფიკაციით სამართლებრივად მათ თვითონ დოკუმენტი ბიუჯეტი, მრავალფურცლიანი ბიუჯეტი წარმოდგენილი იყოს სწორად, მაგრამ როდესაც ვეკითხებით, რომ ჩვენ ვინც ბიუჯეტს ვიღებთ ადამიანები, რომლებიც არჩეული ვართ თბილისელების მიერ და ვეუბნებით, რომ ეს ამხელა ამდენი 10 მილიონი რომ დევს აი ამ უხში, რაში უნდა გამოიყენოთ ეს, როგორ უნდა დაიხარჯოს, მიზნობრიობით დაიხარჯება თუ არა. ისინი პასუხს კონკრეტულს ვერ გაძლევენ თქვენ ამბობთ. ეს ბიუჯეტი მეტი როგორღაც ჩაგიშალოთ, ეს არის კლასიფიკაციით სამართლებრივად შედგენილი. ამიტომ ჩდება უნდობლობის
ფაქტორი. მადლობა. ამიტომ ჩდება ავარიულ სახლთან დამდგარი გამგებელი, რომელიც ამბობს, რომ ვერ ვამაგრებ ავარიულ სახლს, როცა მას შარშანაც ჰქონდა ეს სახლი, გასაკეთებელი შარშანწინაც ჰქონდა და ფულიც ჰქონდა. ეკონომიას დაიტოვა 87 მილიონი, რომელიც უფლებას მართლა არ ჰქონდა ქალაქის მთავრობას, მე ჩემი აზრია და ყოველთვის ვიტყვი ამას, იმიტომ რომ 640 მილიონიდან არ შეიძლება ეს არ მეტყოლებს კარგ მენეჯმენტზე, პირიქით ეს არის მათ ჰქონდათ საკმარისი თანხები წინასწარ. იმისათვის რომ ამხელა ფული დარჩათ მათ ბიუჯეტში. ბატონ ნიკა, თქვენი შეფასება მაინტერესებს ამ სიტუაციის, თქვენ ახალ საკრებულოს წევრი, მაგრამ თქვენ წარმოადგენთ თბილისის მთავრობას ამ შემთხვევაში და მე უკვე ვისაუბრე ამაზე, ხართ ერთ-ერთი გამგებელი, რომელიც ბოლო დღეებში დაკითხვებზე დადის ანზის გათიშვასთან დაკავშირებით. და აქ გაჩნდა ისე ეჭვი, რომ ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. მე საბედნიეროდ, ჩემთვის საბედნიეროდ არ ვიყავი დაბარებული პროკურატურაში ანზის გათიშვასთან დაკავშირებით მარტივი მიზეზის და გამო რომ მე იმას არ ვიყოფებოდი მთავრობის ხდომაზე და ჩემი ხელმოწერა არ იქნა დატანებული დადგენილებაზე აქაც რომ ვსულიყავი ნამდვილად მოვითხოვდი უკვე აბონემენტს მთავარ პროკურატურაში ვინაიდან ძალიან ხშირად მიწევს ორგზის ბრალდებული ვარ ორი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ერთ-ერთი გახავთ ის საქმე რომელიც თქვენ ახსენეთ ქართულ ბანკთან დაკავშირებით იცით რა მინდა თქვა ახლა უსმენდი და სამწუხაროა რა გულწრფელი განცდა რაც დამეუფლა არის შემდეგი რომ აი რაც უფრო შორდებით წარსულს იმ შორეულ წარსულს აი განცდა მას რომ მით უფრო უახლოვდებით მას ეს არის ჩემი გულწრფელი განცდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ათასობით ადამიანს დაეუფლა ეს განცდა მე არ შემიძლია არ გავამეფხავრო ბატონ მამუკას მან თქვა რომ 11-12 ედით როდემდე უნდა იცხოვროს ქალაქო ვეთახები მაგრამ აქვე დააზინა რომ ეს არ არის დიდი ტრაგედია იცი და ტრაგედია თუ არის ტრაგედია ეხლა დიდი ტრაგედია და ტრაგედია ჩემის გაგებით ერთი და იგივე კაცი შეიძლება მოკლა თუ მოკალი ცოტა მოკალი თუ ბევრი მოკალი კაცი კვდება ხო ეს არის პრობლემა რომელიც აი ყოველდღიურად ვაწყდებით აი მე პირადად როგორც თაწმინდის რაიონის გამგებელი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ სხვა 9 დანარჩენ გამგეობებს და გამგებლებს აქ ანალოგიური პრობლემა ნუ მეტნაკლებად რა თქმა უნდა განსხვავდება პრობლემატიკა აი რა პრობლემებს ვაწყდებით ყოველდღიურად აი ბატონმა დათომ ახსენა რომ ბატონმა ირაკლიმაც რომ იანვარში ასფალტი არ იგებაო და ეს უნდა წოდნოდაო ერთ-ერთ გამგებელზე ქალბატონ ხათუნაზე ახსენა მე აქვე მინდა გითხრათ რომ იანვარშიც იგება ასფალტი გააჩნია რომელიც სამშენებლო კომპანია გაიმარჯვებს დღეს ჩვენთან საქართველოში არიან რამდენიმე რიგი სამშენებლო კომპანიები რომელთაც აქვს შესაბამისი ტექნიკა რომელიც უზრუნველყოფს ასფალტის საფარის დაგებას იანვრის თვეში, დეკემბრის თვეში და თებერვლის თვეში. მათ ხელი შეეშალოს. რაც არ უნდა დიდი თოვლი იყოს. და გარდა ამისა, ეხლა მარტო ასფალტის საფარის დაგება არ არის, ხო? იქ სანამ ასფალტის საფარს დააგებ, იქ ხშირად არის სანიაღვრეს მოწყობა საჭირო, რომელიც თვე-თვენახევარი ვადას ითხოვს. ასე რომ ვერ დავეთანხმე, მე არ ვიცი კონკრეტულად რომელო კომპანია გაიმარჯვა, მაგრამ ვიცი რომ არის კომპანია. აი კონკრეტულ პრობლემას გეუბნებით. რა პრობლემა შეექმნა დღეს თათმის რაიონის მაცხოვრებლებს, სლოვაკიას ვერ ერევა თათმინდელებს, ხო? სასადილოები. თქვენ იცით, რომ მერიას ყველა გამგეობას აქვს რამდენიმე სასადილო. თათმის რაიონის გამგეობაში ჩვენ შარშან გქონდა ორი უფასო უმწევრთა სასადილო სამწუხაროდ, სადაც 1800 ბენეფიციარი ყავდა. წლის ბოლოს შარშან ჩვენ მივხვდით რომ ეს მოთხოვნა სამწუხარო ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე სამწუხაროდ მოხდა ესე რომ გაიზარდა მოთხოვნა და აღმოჩნდა რომ 600 დამატებითი ბენეფიციარი დაგვჭირდებოდა უკვე 2014 წლის დასაწყისიდან. ეს ჩვენ ვიცოდით. 2013 წლის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადეთ გარდამავალი ტენდერი პლუს გავითვალისწინეთ დამატებით 600 ბენეფიციარის თანხა ბიუჯეტის პროექტში რომელიც წარდგენილი იქნა საკრებულოში და არ დაუჭირეს მხარი სამწუხაროდ და იმედი მაქვს ეს ჯერ კიდევ რომ ადრე თუ გვიან ამ ბიუჯეტს დაუჭერენ მხარს და მივიღეთ რა შედეგი რომ დღეს დამატებით 600 ბენეფიციარი რომელიც და გამოვაცხადეთ ტენდერი ორი ადგილი ვიპოვეთ დამატებითი სასადილო შესაბამის მუნიციპალურ ერთეულში შევქმნით ვერ იღებს იმ სერვისს რაც უნდა მიიღოს ვერ იკვებება მარტივად რომ ვთქვათ იმიტომ რომ ის თანხა რომელიც ჩვენ რეალურად ცხოვრობთ 2013 წლის ბიუჯეტით ცხოვრობთ 2014 წელს ეხლა როგორ შეიძლება ეხლა ერთ-ერთი უნდა გავატაროთ თითოეული დღე დღეს არის 2014 წლის 28 იანვარი 28 იანვარს ზუსტად ისე უნდა გავატაროთ 2014 წლის 28 იანვარს როგორც ვიცხოვრობთ 2013 წლის 28 იანვარს ეხლა
რაც შეეხება მედიკამენტებს და სამედიცინო მომსახურებობას, ოპერაციებს და გამოკვლევებს, ხო? აი აქ არის მართლაც სერიოზული პრობლემა. აი კონკრეტულ მაგალითს მოგიყვეთ და დღევანდელ მაგალითს და აი ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა ყველას კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით. აი მოვალ ხვალ და კონკრეტ იმ ხალბატონთან ერთად მოვალ თუ მე ვიტყვილები. 15000 ლარი ჭირდება ოპერაცია, გადაუდებელი, სასწრაფო, ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსა 8000 ლარით, თუმცა 7000 ლარი, რა თქმა უნდა, ვეღარ დაეხმარა 7000 ლარი ამ ხალბატონს არ აქვს, ვინაიდან სოციალურად დაუცველია და ასე შემთხვევაში არც კარგავს ის 8000 ლარი, ხო? ხალბატონი მოვიდეთ ჩვენთან. ჩვენ ხვალ გავცემ საგარანტიო წერილს. ამ საგარანტიო წერილით იგი წავა კლინიკაში. მაგრამ ზუსტად ვიცით დღეს უკვე რომ იმ კლინიკას ჩვენ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით მარტის შუა რიცხვებამდე თანხას ვერ ჩავურიცხავთ. ვინაიდან? სანამ არ დამტკიცდება ბიუჯეტი. სანამ არ დამტკიცდება ბიუჯეტი. ვინაიდან? იანვრის კვოტა ჩვენ რაც გქონდა 65000 ლარი ხარჯი შეგვიძლია მედიკამენტებზე სოციალურ სამედიცინო მომსახურებაზე. ამოვწურეთ ყოველ თვე გვაქვს საღა ბიუჯეტი არ დამტკიცდება 65000 ლარის ხარჯის უფლება. გადავედით მომდენო თებერვლის ვალდებულებებს ვიღებთ ძალიან ბევრს ფინანსურ ვალდებულებებს. თუმცა შესრულება როდესაც მოვა უკვე და აუცილებლად წამოვიდა უკვე შესრულებები კლინიკების ავადმყოფები აგზავნიან ჩვენ ვერ ურიცხავთ უკვე ამოვწურეთ რეალურად ეხლა ჩვენ როგორ რეზერვში გადავდივართ შემდგომში უკაცრავად რო გაწყვეტილ რა თანხა უნდა გადაურიცხოთ ბატონო ანუ თქვენ რა თანხა უნდა შესრულება ხო უნდა კლინიკა თანადაფინანსება ხდება ხო ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს ამ შემთხვევაში საუბრობ ოპერაციაზე ჩვენ რა თანხა არის მისაცემი 7000 ლარი ეს გამგეობები 7000 ლარიან და იმას აძლევს 7 რა თქმა უნდა გააჩ 7000 ლარია საძლევს კი ბატონო რა არ მიცეთ ოპერაცია კარგით მე რა ქნება რაღაც მოსაზრება თახენებოთ ეს არის ერთი შემთხვევა და ეს არის ბევრი შემთხვევა გვიწევს და დავამთავრეთ თუ შეგვიძლია მოკვალოთ ჩვენ გვიწევს ყოველი მომდევნო თვე და მოგვიწევს ეხა აუცილებლად გასტუმრება წინა განდრილი თვეების დავალიანება და გროვდება დიახ და ძალიან მნიშვნელოვანი აქვს ინფრასტრუქტურული პროექტები რა ინფრასტრუქტურული პროექტები რა პრობლემებს ვაწყდებით ეხა აი თაწმის რაიონის გამგეობას 40000 ლარის ხარჯის უფლება იანვარში ბინა მესაკუთრეთა ამე თანადაფინანსებით რო ხდება ნაწილს იხდის ხვედით წელს გამგეობა მცირე პროცენტს იხდის მოსახლეობა ამ ხანაგობის სახით შემოვიდა იანვრის თვეში წარმოიდგინეთ ეხლა 140000 ლარი გვაქვს 500000 ლარი მოთხოვნა 500000 ლარი მოთხოვნა რომელიც დადგენილება ჩვენ გავვეცით და ბუნებრივია ეხლა სახლი გასამაგრებელი რო არის თანადაფინანსებით და ვერ დაგითაფებით ამაში რომ სადა აქვს ამ ხანაგობას 30-20000 თანადაფინანსებით რო გაწიოს აგერ ბატონო საკრებულოს თქვენი შენობა სადაც მდებარეობს ლერმონტოვის ქუჩაზე ლერმონტოვის 11 ნომერი თქვენი საკრებულოს შენობის ზუსტად წინ ამ ხანაგობა მოახერხა 30 ლარის მობილიზება ჩვენი ხვედითი წილი არის რომ 170000 ლარი გადავუხადოთ როცა სამუშაოები დასრულდება მაგრამ ამას ხო მასიურ სახეს ვერ მიცემთ მასიურია ბატონო 30000 ლარის აკრება მასიური ვერ ბატონო ეხა ხშირად ვერ გროვდება ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული პრობლემა არის შემდეგი ეხა როდესაც დაამთავრებს საშუალო კომპანია ინდმეწარმე იქნება ეს თუ ნებისმიერი იურიდიული პირი ხო ძირითადად მათ როგორც ეხა ვიცით ხო საქართველოში რამდენიმე კომპანია არის ძლიერი სამშენებლო დანარჩენი თითქმის კონსიგნაციით მუშაობს და ეს მასალა ასე თქვა ნისით აქვს აღებული ჩვენ რო დამთავრდება ლერმონტოვის 11 ქუჩა ხო დაუშვათ თებერვალში თუ დამთავრდა თებერვალში და მარტის დასაწყისში ამ თანხის გადახდას 170 ლარის მობილიზებას ვერ მოვახდეთ უკეთეს შემთხვევაში თუ გავაკეთეთ აპრილის შუა რიცხვებში და რა მდგომარეობაში ვაგდებ სამშენებლო ბიზნესს ხო ინდმეწარმეს სადარბაზოებთან დაკავშირებით ხო შეიძლება გაარემონტოს მათ თანხა ვერ გადავალდებულებებს კი ბატონო ავიღებ მაგრამ მე პრაქტიკულად ეხა ვეუბნები ქირურგს სამავთყოფოში მშენებელს აგერ ბატონო ვატან პაციენტს საგარანტიო წერილს აგერ ბატონო შენ დადგენილება მაგრამ ეს გავიკეთე მისიად და საბიუჯეტო ბიუჯეტი როდესაც დამტკიცდება აუცილებლად ჩაგევიწყება და როგორც კი გავრცელდება და გავწოდა წუხან უკვე ნამდვილად და შეიძლება დიდი სიხარული და ხალისით ეს სამუშაო ორ სიტყვას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით მართლაც რომ გულწრფელი იყო და ხალხის განცხადება იქიდან გამომდინარე რომ რეალურად ეს პრობლემები შეიძლება არსებობდეს ამას არ გამორიცხავ და ამაზე რეაგირება აუცილებელი იქნება მაგრამ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ხარჯვითი ნაწილის დალაგებაზე და მენეჯმენტის მოწესრიგებაზე რომ პრობლემები გადაუწყვეტოთ ხალხს ერთი წამით ხო ერთი წამით აი უბრალოდ მე ხალხ შეკითხვებს დავსვავ და თქვენ ახლა ბუნებრივია ზეპირად იცით თქვენი ბიუჯეტი მაგრამ მე ხა ამოვიღე უბრალოდ თქვენი ბიუჯეტი
ვიცოდი რომ მობრძანებული და შესაბამისად ამის გამო. ბინათ მესაკუთრე და ამ ხანაგობების განვითარების ხელშეწყობის კუთხით დღეს გაქვთ 140,000, წინა წელს ჰქონდათ თვეში სახარჯი 102,000. დიახ. ანუ 40,000-ით მეტი გაქვთ ამ თვეში დასახარჯად. უფასო სასადილოებისთვის დღეს გაქვთ 85,000 ლარი, იმიტომ რომ შესრულებები არ გქონდა. შესრულებები არა, მე ვიცი ამ დეტალები დაიწყო 6 თვის მერე. ამ დეტალების განხილვა მოგიწევთ თქვენ შესრულებები არ გქონდათ 59,000 და განიხილავთ ამ დეტალებს. შესრულება. მეტი ხო არ გქონდათ. მადლობა ბატონო ირაკლი. რატო ვიძახი ამას? მე თუ 150,000 ბატონო ნიკა დავასრულე ქალბატონ სერბიას მიჩნევს საშუალება. 15 მილიონით რომ გქონდეს კიდევ შეიძლება არ გეყოს. რეალურად იმდენი პრობლემა აქვს ქალაქს. რაც მეტი იქნება ფული გეთანხმებით. რომ რეალურად სჭირდება 3 მილიონი მეტი თანხმობა. ძალიან მოკლედ და ქალბატონ სერბიას მივეცით რომ აი უკაცრავ სოციალურ თემაში მივეცით 3 მილიონით მეტი მოთხოვნა და ამოიღეს. ბიუჯეტი როცა 2014 წლის შემოვიდა. კითხვა მაქვს. თუ ამდენი პრობლემაა 3 მილიონი რატო დაასაუბრეთ საკუთარ არ შემიძლია ეს პრობლემა ძალიან აწუხებს. 110 ოჯახი, 111 ოჯახი ყავს ქირით უზრუნველყოფილი ჩვენ თათმის რაიონში. მოგესალმებათ, მომდენო 10 და 20 წელიწადი ომს გავიდეს, თლიანად ავარიული სახლების პრობლემა ვერ გადაწყდება სამწუხაროდ. ფონი არის ძალიან მწვავე. დამქირავსაც თქვენ ვეღარ გაისტუმრებთ. 111 ოჯახს ვუხსით. ჩვენ და როგორც შეგახსენებთ 2013 წლის ბიუჯეტის ცხოვრობ 112 ოჯახს რომ მოუწიოს ახლა გამოსვლა გამოთავისუფლ მდგომარეობაში გადაცემა მისი ბინის სამშობლო კომპანიისთვის რომ მან ეს რეაბილიტაცია ჩაუტარო და შეაკეთოს 112 ოჯახს ჩვენ ვერ გადავუხდით იმიტომ რომ თანხა არ გვაქვს გასაგებია ქალბატონ სერბიას უნდა მივცე უკვე სიტყვა ბატონო ირაკლი ხო მოусმინო სწორედ მადლობა რომ გადაგიხადეთ ამ შეხვედრისთვის რომ აქ გამოიკვეთა ის ბატონი ნიკას სიტყვებიდან თუ რაოდენ დიდი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოქალაქეები და ამ ფონზე ჩვენ ვიქცევით როგორ მე აღშფოთებულიც კი ვარ, არც თუ შეშფოთებული, ვიცით ამ ორ სიტყვასთან დაკავშირებით ჩვენ ასოციაციები გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ პრეტენზიები, იმით რომ კვლავ და კვლავ ჩვენი კოლეგები და მე ჩემი კოლეგები არიან საკრებულოს წევრები, ახლა შეტანილ ბიუჯეტს არ კითხულობენ. აი მაგალითად ბატონი ჯაბა ამბობს რომ ისევ არ არის ჩაშლილი. მე ხელში მიჭირავს სხვა ხარჯები ჩაშლილი და სხვა ხარჯები ჩაშლილი და მაინტერესებს მეტროში ახალი ვაგონების, ესე იგი ვაგონების რეაბილიტაცია არ გავაკეთოთ, ეს არის სხვა ხარჯებში. მაგალითად, არ გავაკეთოთ ავარიულად აი ხეების გადაბელვა არიან, კიბეების მოწყობა რეაბილიტაცია, ეს არის სხვა ხარჯები. ამხანაგობების განვითარება არ გავაკეთოთ. თუ სხვა საერთაშორისო მე ხალხს. აქედან გამომდინარე, არა, მე არ გეპასუხებთ. მე ვამბობ, რომ ყველაფერი ეხლა არის ჩაშლილი, ყველაფერი არის გაწერილი, მათ შორის მოთხოვნები რაც იყო ხო შესაბამისად ის რომ სიტყვებთან მიმართებაში ფილოლოგიაში მე ვერ შევთანხმდები ბატონ დავითთან ეს არაფერს არ ნიშნავს ის რომ იძულებული ვარ თუ ვალდებული ვარ დიახ ვალდებულების გამო ვარ იძულებული და ვაკეთებ ამის თქმა მინდა მე რომ მე ვაკეთებ დიახ ვალდებულების გამო თქვენ ალბათ რომ დოკუმენტი არის იმ კონდიციაზე უკვე მიყვანილი რომ მისი განხილვა და მიღება შეიძლება მაგრამ კითხვა ამას უნდა წაკითხვა ეხლა მინდა სხვა რამე ვთქვა აი თქვენ რა შაბეჭდილება გაქვთ ყველაფერი ამის შემდეგ მე მინდოდა რამდენიმე კითხვა დამესვა ბატონი ირაკლისთვის მაგალითად გვინდა თუ არა კომუნალური ვაუჩერი იმიტომ რომ პრაქტიკულად ისეთ რამეს ითხოვენ ფულზე არ არის საქმე ისეთ მენეჯმენტს ითხოვენ რომელსაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ თუ ამის მოთხოვნას განაგრძობენ გვინდა თუ არა წყალმომარაგების გაკეთება შემოერთებულ სოფლებში ისეთ პრეტენზიებს აყენებენ და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით ვერაფრით ვერ გავაკეთებთ მაგრამ ამ კეთდება ქალბატონო სერბიელაპარაკე კეთდება მაგრამ კიდევ გაჩერდება რომელმაც მითხრა რომ მე შეფერხება არ მექნება ამის დასრულებაზე ჩვენ ასე რა თქმა უნდა ვერასოდეს დავასრულებთ ჩვენი დრო ამოიწურა და ქალბატონ სერბია დავასრულოთ აბსურდული არის ასეთი დამოკიდებულება და აბსურდია ჯერ გადავდგე და მე ველაპარაკო რამეზე ეს არის სამართლებრივი აბსურდი და მე სულ ამას ვამბობ რომ ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში ვინაიდან გადამდგარი რაღაცა უნდა ველაპარაკო წავალ სახლში ხოლო თუ შევთანხმდებით გადაუდგომლად და დავილაპარაკებთ და მივახცევთ კონსენსუსს, მაშინ რაღაცა უნდა გადავდგეთ. იმეც ვიქონიებთ რომ თქვენ შეძლებთ და დაიწყოთ მოლაპარაკებას რომ რაღაც შედეგამდე მიხვიდეთ. დამდინო ის, რაც შეეხება ბიუჯეტში ნაშთს, 3 წლის ნაშთი არის ის 85 მილიონი, გარღვეულ მილიარდს ჯობს ეკონომიკა გაკეთებული. ამ საკითხების განხილვა თქვენ უკვე მოგიწევთ შეხვედრაზე, რომელიც იმედი გვაქვს რომ შეიძლება ორი სიტყვით მე დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ დროს გადავაჭროთ, მხოლოდ ერთ წინადადება და
ხალხი ალბათონი სევდია რაღაცას. ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ყველა ის თემა რომელიც ჩამოთვალა ქალბატონმა სევდიამ შესრულდება უბრალოდ დრამატიზებას მოვახდენთ ორი რამე ბიუჯეტი არ იქნება თუ ჩვენ არ ვიქნებით საკრებულოს თავრობაში ამ საკითხების დეტალურად განხილვა იმედი გიქონიოთ რომ გაგრძელდება უკვე შეხვედრაზე რომელზეც თქვენ მოახერხებთ შეკრებას ყველანი ერთად დიდი მადლობა ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთი რეკლამის შემდეგ მადლობა დიდი მადლობა